მივესალმები მთელს საქართველოს მუსიკალური გადაცემის სამყარო ბახალა და კომპანია პრემიერ და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით წარმოგიდგენთ ამ მუსიკალურ პრემიერ შოუს იმღერე რამე. ეს არის 2001 წელი. დაახლოებით ჩემი მუსიკალური გადაცემა იყო იმღერე რამე და იმის შესავალი გავაკეთე. აუ ძალიან მინდოდა მაგ გადაცემაში მოხვედრა ბავშვობაში. და მოდი სპონსორები გავაცნოთ. Betson სპორტი. პირველი მეგობარი Betson სპორტი, ბილეთები G, ასევე Force Food-ი, შოტლანდიური ვისკი, რომელიც იყიდება ვისკის სახლში და ალკოჰოლში. და ასევე შეგიძლიათ Herio. იცი Herio. გავიგე, არ ვიცოდი, მაგრამ გავიგე. Herio არის აუდიო სისტემის ქართული წარმოებელი კომპანია. და ასევე სტიკერებზე შეგვიძლია და გადამიგეს სამართოთ Excel-ში, Vapor-ის, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და გამოწერის შემთხვევაში მოგცემენ სტიკერებს. ეგ არ ვიცოდი. ეს ხრიკი გვაქვს, პატარა. და მოდი დავიწყოთ ახლა იმითი შენ დაუნდოდა იმღერე ხო? ბავშვობაში ძალიან მინდოდა ორ გადაცემაში მოხვედრა, თუმცა ის ამ ყოფნი და ეს პატარა ვიყავი, არასრულოვანი ხა? მე 84-იანი. 4-იანი. ანუ რიცერჩი ვიყავი 17-ის. ჩვენ ხელა ხარ გინაც. და რამე მოქმედე იმის რომ პროსტა ესე სახში ვიყავ, მაგრამ ძალიან პატარა 21-ის ვიყავი. შენ იქნებოდი სად 17-ის ვიყავი, ხო. 21 წლის ასაკში გადაცემის სამყაროება ძალიან ის არის პატარა. მოულოდნელი იყო და ერთი კალატოზი გიორგი კალატოზი არის 19 წლის მოხდა ჩვენთან ტელევიზიაში სპორტული კომენტატორის იმაში რანგში და ძალიან პატარა ასაკია რომ დაფიქრე მერე. რა უნდა პატარა იმისთვის რომ 19 წლის ასაკში სპორტული კომენტატორი. ო, აი კალამ რაც ხნა რეალურად. დაამტკიცო შენი თავი. ამან დადო YouTube-ზე ისინი როგორ ბაძავდა სხვა კომენტატორებს და მე მოიწვიეს პროსტა რაღაცა ისე დატესტეს და კარგი იყო, მაგრამ ხო დაფიქრე 19 წელი ძალიან პატარა. ხო. ვა, აი გარო. 21 ძალიან პატარა ხო, ვფიქრე წინასე რომ მედიტაც სპორტს ვერ მიყვები, ეს ანუ არ ვარ აქტიური მაყურებელი არც ეს. მაგრამ გიორგი კალატოზი სხვა იმიდან შეიძლება აგებული კონდეს ადამიანს, იმიტომ რომ ისე ვიძახი კაცს მე ყველას გიცნობთ, მაგრამ უბრალოდ მე არ ვარ ესე გარკვეული დიდად სპორტში და სადღაცა შეიძლება ვერ შემოყვე კარგად. არა, კაც სპორტზე არ შევყირებ ლაპარაკს. იმღერე რამეზე გელაპარაკებოდი. ძალიან მინდოდა მოხვედრა მაგაცემაში, იმიტომ რომ უყურებდი. ეხლა მარტივია ტელევიზორიდან რომ უყურებ, ყველაფერს იცნობ რა. მარტივი გეჩვენება, ვიდრე ისე არის რეალურად და აი მეგონა რომ ყველაფერს გამოვიცნობ თქო. ხო, ეგრე არის ჩემთვისაც ნებისმიერ სადღაცას ნებისმიერ პოდკასტში სადღაც მიდიხარ და ისე უყურებ და რა მარტივი ლაპარაკი არ არის, ეგეთ მარტივი როცა კამერაა და მით უმეტეს გამოცნობა როცა გიძოს რაღაც. ეგისტორდებოდა კეთება მაგის. იცი რა, თავიდან ძალიან ისე რთულად მივიღე, იმიტომ რომ სხვა რეალობა იყო, ჩემს უცხო რეალობა იყო და მის ხნა რა გამაფუჭა და მაგომპლექსად დასაწყისი ეტაპი. რა თან რაღაცები გამატარეს იქ რაღაც იმდროინდელი მეთოდი როგორ underground ტუსოვკიდან მოხდა უცებ აი super mainstream-ში. მე ძალიან კარგად დავაცხნილი უნდა ყოფილიყავი. ჩემთან მიჯექით და ეს მოვიდა რომ აი ესეთი შემოთავაზება გაიჩიტაო რა და მან ჩემთვისაც ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა რომ ბავშვები ვიყავით რა, კი ვიყავით 21-ის, მაგრამ მაინც ბავშვები ვიყავით და მივხვდი რომ ანუ რაღაცა ანუ ბახალა წარმატებული მსახიობი გახდება და მე შეიძლება მუსიკოსი და ხო, მაგრამ ნუ მაინც ხო ეს პოპულარული რო ხდება. ტელევიზიაში უკვე რაღაცა, ო. და თან აი თვითონ დამოკიდებულებაში რა იყო ცუდი, რაზე ვფუშტებოდი რა. ეხლა იმის გარდა რომ ახალი სივრცეა და რო გჭირდება რომ აიღო, ისედაც მე გამართული ტიპი არ ვიყავი ესე რომ აი რაღაცას დამარიგებ და იმას გაგიკეთებ რა, ჩემებურად ვიზავდი. იმათ რაღაც სტანდარტი ქონათ, იქ ვიღაც პელში იყო, რომელიც მაგას აკეთებდა და იგივე სტანდარტის ტიპი ჭირდებოდა კულტურული, კარგი მეტყველებით არც ერთი არ მქონდა რეალურად. და ტიპებმა გამიკეთეს ეგეთი რაღაცა, რომ პირველ დღეს მაგარი აჭრილი რო ვიყავი, მეორე დღეს მომიყვანეს და დამისვეს კონკურენტი ვინ შეიძლება და ანუ ვისითაც ჩავენაცვლებ. წარმოიდგინე ისეთი. ვინ იყო ეგ? თუ ვერ დაუმიუტოთ. გერდა. ის იყო სოსო თოლურაია იყო და მაშინ სოსო მეგასტარი იყო წამყვანებში. ანუ ისეთი ფანი იყო, აი რატო ამირჩიეს არ ვიცი. და კარჩე ეგ რომ მივხვდი რომ მაგას ჩალიჩობენ, აი პროსტა ლეზე დავიკიდე და აი როგორც მომექცნენ, აი ესე ავიღე და გავიჯვი თავზე, ჩემებურად გავიჯვი და რაღაც პონჩი ეგაჯმა საბოლოოდ ჩაჭდა, ხო. და მანამდე ვცდილობდი რომ აი ხო სატელევიზიო ფორმატის ტიპი ყოფილიყავი და მე რავი ახლა რომ მოусმინო მაგ დროინგას სისულელებს ვიძახი ბევრს რაც არ მოსული იყო, მაგრამ ნუ უკეთესი გამოვიდა საბოლოო ჯამში ხო? ხო და მოკლედ მაგ თემას რო გავეშვათ. შენ საიდან აიღე სტარტი? მე ავიღე ტელევიზიიდან, ხო, სილკიდან. სილკიც არ იყო ჯერ კიდე. ამდენს ვიყავი, 20 რაღაცის 25-ის ვიყავი. და რეკლამა გერდა ლელოში გაზეთში ეწერა რომ სპორტული ტელევიზია იხსნებაო და მივწერე
გიგო გვენცაძეს კი არა და გიგო გვენცაძეს კალატოზე მოხდა ხარტომერია. ვახო გეგელია იყო ჩემი ბიძაშვილის მეგობარია და ნუ ვახო გეგელიას იყო იმ ტელევიზიაში და მივწერე რომ მეთქი იქნებ რა უნდა გავაკეთო და იქ მოხდე თქო და ნუ მითხეს ჩაწერეო რეპორტაჟისო. ჩავწერე და 3 თვე მე რატომ უბურღავდი, ურეკავდი. მეთქი რა მოისმინეს და მე დამიბარეს, მივედი ბიძინა ბარათაშვილი და ლევან სალუქვაძე შემხვდნენ. ძალიან უცნაური იყო ინტერაქცია, იმიტომ რომ შეხვედრაზე ხუთშაბათი იყო და შაბათს რეპორტაჟი დაждები თუ არაო და მეთქი სატრანერი შეხება რო არ აქვს ტელევიზიასთან და უცებ შაბათს მეთქი დავჯდები თქო და მე და გიორგი კაკაბაძე ასევე პირველ რეპორტაჟი იყო მისთვისაც და ერთად მოგვიწია რეპორტაჟი დაждება და ადრე ხდება 2010 წელიანი და უკვე ეს ხოდი გახურებული არის რაღაცა სატელევიზიო ფორმატი ხშირ ასე ძიძახი. ტელევიზიაზე ვამბობ, ხო, სპორტული ტელევიზია, რომელიც ჯერ ვარც გახსნილა და მე გაიხსნა და ნუ მაქედან დავიწყეთ რა რეალურად. ანუ ტელევიზიაში მოხდეს ამბავი ჩემი მაქედან იწყება. იცი ვის ვაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი ტუსოვკის, ანუ ესე ახლოს მეგობრობდი ზურაბიშვილს. აი თვითონ ნაფნაფა კი. სამყვანის იცი ზურაბიშვილი არ გახსოვს? ლუკა ჩხაიძის ბიძაშვილი არის, იცნობ, ნუ ესე იცი. DJ-ც არის და უკრაინაში. და ხო ძალიან ესე რაღაც ამერიკულად მიყავდა, თქვა კალათბურთზე რაღაც. ნაფნაფას ჰქონდა NBA-ის მიმოხილვას აკეთებდა და ტოპ-ად ადებდა, მე რეპავდა და კი გადაობა იყო. მე რადგან სპორტში არ ვარ ჩახედული. არა ეს როგორ რაღაც შვებოდა ის მე სწორი რაღაც გააკეთა ძალიან სხვა შეს მაშინ არ იყო ეგ თემა და ამან ჭრიდა ამ გადაცემის ტოპ-ს და Facebook-ზე დებდა. ეს არის 2000 ალბათ რა 14-13 და არ არის ეგ თემა რა საერთოდ და ძალიან გავარდა რა და ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან კაი. თან მაგან ხო ბაბლშიც მოიდგა მოშნად ფეხი რა მარტო მასაზე კი არის მუშაობა ბაბლშიც ის გახდა ფან გახდა რა. და ანუ მან დაიწყო გახურება რეალურად ხო უკვე სოციალური ქსელებით და ნელა YouTube-ი როდის შემოდის YouTube-იდან არა ხო და მაქედან ტელევიზიაში რომ დავიწყეთ და კომენტატორები რო ვიყავით და რაღაც პოპულარობა რო გქონდა საფეხბურთო წრეებში ასე ვთქვათ მე და კალას იდეა გქონდა რომ просто ამ გადაცემა გავეკეთებინა და რაღაც ტელევიზიაში რთული ხო იცი ხო როგორი ამბავია ნებისმიერ ტელევიზიაში 1000 კაცთან უნდა დაალაგდე რომ გადაცემა გაკეთდეს და ესე მარტო მე და ეს ვიყავით და ტელეფონს რო ვიღებდით და ლაივ შორთავდით Facebook-ზე და 1000 კაცს რო ვიყურებ და YouTube-ზე ხوار წავდოს და იმას ქონდათ ანუ უკვე ოქტოპუსის არხი YouTube-ზე გაკეთებული და მან დავიწყეთ ლაივის კეთება და მაქედან წამოვიდა მე просто თლად ნოლიდან არ დაგვიწყია იმიტომ რომ მაყურებელი ასე თუ ისე ყავდნენ თუ ნაც ხო გვიცნობდნენ ტელევიზიიდან მაგრამ ნუ მე YouTube-ზე დავიწყეთ ის რა რაოდენობით დაიწყო YouTube-ზე ლაივში თავიდან იყო, არ იყო ცოტა მაგაშია საქმე, 400-500 კაცი იყო ხოლმე რა, თავიდან. მაგრამ 400-500 კაცი. ხო, არა, მაგრამ ძალიან ბევრი იყო. 2019 მოიხოდა вообще YouTube тусовка საქართველოში, კი არ ვიცი, ანუ არ ჩვენ ვითვლებით რომ იდეაში ძველები ვართ რა, და იქ რომელიც ოღონდ ჩვენზე ძველებიც არიან ბევრნი. ალბათ 2013-14-დან უკვე იწყება ისე სერიოზულად, ოღონდ ზედარებით ისე რა, ნაკლები ყურადღება ექცევა და უფრო მეტი თქვა არ მერიდება მაგის თქმის ისეთი ტიპები თქვა ძველი ვინც ადეკვატურია და იყურებოდა ანუ მარტო ის კი არა რაღაცა იმას არის მე არ ვიცი მე არ ვარ YouTube-ის მაყურებელი მე კალა არის მაგალითად და ბიჭებიც არიან უყურებენ ვიღაცებს მე ძალიან ისე ვარ რა მე ვიცნობ იმ YouTuber-ებს ვისთანაც გადაცემაში ნამყოფი ვარ და ხელი ჩამოვართვი და დანარჩენი ძალიან და არც უყურებ რა დიდად და მაგიტო არ ვიცი ხოლმე რა YouTuber-ი კი სხვა გაგებაა ხო როგორც მე ხვდები ანუ რადგან YouTube-ზე ხარ ეგ არ ნიშნავს რომ YouTuber-ი ხარ ხო ალბათ ჩვენ არ ვართ YouTuber-ი რაღაც მეც ვერთული თავს YouTuber-ად რა მაგონში იმიტომ რომ რაღაცა ხო სხვა პონტი არის სხვა თემაა რა ნერგაძე ითვლება YouTuber-ად მამე ეხლა ცდილობს რომ აი ცალი ფეხით იქით აქით არის რა ნერგაძე არის ტიპი რომელმაც მე მახსოვს რომ ერთ-ერთი პირველი შეხება საერთოდ პოდკასტთან როგორც ესეთთან რომელსაც რაც მქონია ნერგაძე იყო კი იმიტომ რომ ძალიან ადრე აკეთებდა პოდკასტს და საერთოდ რაღაც აიყო არ ვიცოდი მაგრამ ფორმატი მომეწონა რა იმიტომ რაღაცა რადიო გადაცემაა ოღონდ რადიო გადაცემაც არ არის ჩართული გაქვს ინტერნეტში უსმენ ვიღაც ტიპი ბაზრობს და ნიკო კაი ტიპი მე მგონი ხო ეგრე მახსოვს და ნიკოთან ისე ტიპია რომ უსმენ რა ხა თუ ინტერესი გაქვს რაღაცის მოგასმეინებს არა კი საყოველად კარგად ყובה ძალიან პოდკასტები მაგრამ მეოსება რა და ნიკო არ შეიძლება იყოს სხვა ვინმეც მაგრამ ჩემთვის ერთადერთი ჩემთან ასოცირდება და ასეც კი ხარ ერთ-ერთი პირველი ტიპი მქონდა ხოლმე
ნიკო კონცერტი მაგ და სტუმრად მეძახდა რო რეკლამის სპონჯი ეგ რადიო იყო თუ ვიდეო ახლდა არა მარტო აუდიო მარტო აუდიო იყო კი მარტო აუდიო ვიდეო არ იყო უბრალოდ აუდიო პოდკასტი და YouTube-ი მაშინ რავია შეიძლება არც სარგებლობდა ადამიანს ესიერად ამ ქვეყანაში YouTube-ით YouTube ძალიან გვიან შემოვიდა რა პონჩი მე რომელი იყო 2006 თუ 7 წელი რო წავედი ინგლისში და იქიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილებით ჩამოვედი რომ YouTube-ს რო რთავ უკრავს ანუ არ უნდა დაელოდო რომ ჩვენთან იყო რო YouTube-ს ვიდეოს რამე კლიპს რო ჩართავდი უნდა დაგეპაუზებინა რომ შევსებული იყო ინტერნეტის ისწრაფის ამბავი და იქ რო ჩავიდე დავაჭირე და წავიდა ბიჭო და ეს იყო საოცრება რა თან მაშინ ხე მუსიკის ეგ იყო ჩემთვის ის რა YouTube იყო ჩემთვის პირველი ეგ თემა მუსიკა იყო იმიტომ რომ ხა გადაცემები და რაღაცები მაშინ არ იყო ბევრი და არც არხები ისეთი რა და YouTube-ზე მომეცა საშუალება რომ გაიჩითა და კლიპები რო გაეძრო კი ჩემთვის ეგ იყო ვიდეო კლიპები ვიწერდით რა ესე მეგობრები ერთმანეს მე მქონდა დისკებზე რა მანამდე კასეტებზეც მქონია დაჟე მაგრამ მე მქონდა დისკებზე ჩაწერილი და ვინახავდი რომ ვიღაცას არ წამართვან მე თუ რა და ისე კასეტების გადაწერას მოესწარი კი კაცო კი რა საკაიფოა სად აბირჟავებდი ანუ რა იყო შენი ტოჩკა არა ეგრე არა ანუ მაღაზიები ხო იყო სადაც მიქონდა არა მანდა არა ეგრე არა კასეტებს გაწერა მე საძმაკაცოს ანუ ეგ თავისთავად მაგრამ რაღაც ტოჩკის სპონჯი არა ტოჩკის სპონჯი მე დავდიოდი დისკების უკვე დისკების საყიდლად ოღონდ იმასთან მაკდონალდსის საპირისპირო მხარეს დომკინოში ხო მაღაზია იყო მახსოვს ძალიან კაი ტიპი იყო გამყიდველი არ მახსოვს უბრალოდ არც სახელი ძალიან დიდი ხანი გავიდა სკოლაში დავდიოდი ჯერ კიდე რა ალბათ მე-11 კლასში ვიყავი და მან დრო გავიჩითე მაგ ტიპისგან მახსოვს უამრავი CD მაგ ნაყიდი დღემდე მაგ ეგ დისკები უნდა აჯანდაბად მინდა უკვე არაფერი აღარ მაქვს რომ დაუკრა კომპიუტერს აღარ არის ისო შევდო просто მაგ ეს CD და ის მახსოვს რომ მაგ რამდენიმე თვით ადრე სახში ვიჯექი და უსმენდი წნეთში ვიყავი საფული იყო და უსმენდი რაღაცას Pink Floyd-ს უსმენდი მაგ და ჩემი ის ამოვიდა ბიძაშვილის ქმარი და მომიყვა რომ რაღაც ბენდი იყო და არ მახსოვს სახელიო, ნასვამი იყო თან რა Pink Floyd კაიო, მაგრამ მე რაღაც ბენდი იყო და ესეთი ის ქონდა თუ ქავერიო ალბომისო, რომ 4 ტიპი იყო კუბოშიო. რომ გადაშლიდიო დახურული კუბოები იყო, გადაშლიდიო ღია იყო, გადაშლიდიო 4 ტიპი იყო, გადაშლიდიო დახურული იყო. მეთი 4 ტიპი კუბოში იყო. კაი დაამახსოვრდა. და მან და არა, მაგრამ გრიბოედოვის მაღაზიაში მივედი მე ამდენმე თვის მერე და ათვალია რაღაცა მინდა ვიყიდო. მან ეგ თემა ეგეთ მქონდა მე 11 კლასში რომ 10 ლარი თუ რაღაცნაირად ჩამივარდა ხელში 5 ვაძლევ დისკში რა და 5-ით შევჭამ. და რო გავუყურებ რა ვიყიდო და გაიჩიტა 4 კუბოა დისკზე. მეთქი ეს რა არის? მომცინე მეთქი და აღმოჩნდა Grand Funk Railroad-ი. და მე ამ გრიბოედოში ვიყიდე ეს და აი იმ ტიპთან, McDonald's-თან იქ რომ მივედი და რო უთხარი Grand Funk Railroad-ი, ეგო და გადმოალაგა და 7 დისკი დამიდო და მან ხო ეს პონტი იყო ინტერნეტში სად უნდა რა სიმღერაში სად უნდა მომესმინა. აი, რა ვქაჩავდი სიმღერა. მე არც მქონდა მაგის პონტი და მაგითო ეს ვიყიდე ეს დისკები წამოვიღე და დღემდე მადლიერი ვარ მაგ ადამიანის, იმიტომ რომ ჯერ Grand Funk-ი არ მგონია ძალიან პოპულარული იყო საქართველოში, ბევრი ტიპი არც უსმენს ალბათ ესე და მე ძალიან დამევასა, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბენდი გახდა. ჩემ მეგობრებსაც უსმენდეს სხვა. არა, ახლა მაგ წრეებში იქნება კი, მეგობრებს ზოგადად ესე რო აიღო, არ მგონია, არა ახლა ისე პოპულარული როგორც მაგალითად წავეცე. Led Zeppelin-ი სიტყვაზე ახლა ახლოს ძველი მივა ხო იმასთან, მე ძალიან მევასებოდი. არც ვადარებ ახლა მაგრამ მარკეტიდან შემიყვარდა ეგ ბენდი მაგრამ რა გარემოცვა ყავდა ესეთი მუსიკის მსმენელების? უფრო ჩვენი საძმაკაცო რა და კლასელები რეალურად. მე მახსოვს მაგალითად, ვინც ერთნაირ მუსიკას უსმენთ და იცვლებით. ანუ აი 95-ში მაგალითად ძალიან პოპულარული იყო კლასში ჩვენთან და უსმენდა ყველა და მეც მათ შორის მეტალიკას. თან თუ არ ვცდები Reload-ი ახალი გამოსული იყო ალბომი და მაგასაც მათ შორის და Black Album-ს ძირითადად. ძალიან საინტერესოა რა პერიმეტრზე სკოლა ხარ რა უბნის. სოლოლაკი. და ანუ სადღაც როკ-ენ-როლი იყო სოლოლაკში თან მაგ წლებში. კი, საკაიფო. უსმენენ და არა რეპს. ეს ძალიან რეპიც იყო, მაგრამ სკოლაში ჩვენთან არა, სხვადასხვა ნაკლებად იყო რა. ჩვენი სკოლა იყო ქართული სასწავლებელი ერქვა მერე, მანამდე ერქვა 34. და
მათ ჩვენთან რეპი ესეთი პოპულარული არ იყო, აგინათ ვიღაცა უსმენდა ზირთად როკი. 34-ე სად არის? ბერიძის ქუჩაზე იყო სოლოლაკში. იქ 53-იც არის. კი. ხო, 53-ში სამი სკოლა. დაკრული. მან პატარა რო ვიყავი რაღაც. ზემოთ ცოტა ციხეს რო გავს ისეთ შენობა როა, კი. რომელ წლებში? აი მაგ დროს 94-15, აი პირველ ბენდთან ერთად. ვაუ. და ეს სამეგობროში რა მუსიკას ტრიალებდა ერთმანეთში ცვლიდი და მაქედან ხო, მეტალიკა იყო თქვა თავიდან ესე რომ კლასში უსმენდნენ ძირითადად აი ბევრი ჩემი კლასელებიც მახსოვს ძალიან ბევრი იყო იმენა მეტალიკას მსმენელი, მაგრამ მე Queen-ი მევასებოდა და ჩემი ძმაკაც კიდე შაკო ბუაჩიძეს ხშირად ვახსენებ ხოლმე სულ, იმიტომ რომ ფეხბურთშიც არის ისა შაკოც იყო Queen-ის მსმენელი უფრო რა და მე რაღაცნაირად ის ერთიანად ხა მეც რამდენიმე ძმაკაცი კლასელები პატარები ვინც ვართ 10, 11, 12 წლის ერთი და იგივე რაღაცას რო უსმენთ მეტაკლებად ხო მე მაინც რაღაცებს ვიცნობთ რა და ვიღაცა მიქ Led Zeppelin-ს მოусმინა და გაუზიარა და მე Doors მოусმინა და ერა მაგარია მორისონი და მე იმან იმას მოусმინა და საბოლოო ჯამში რაღაც ისე გამოვიდა რომ ერთ მუსიკას უსმენდით რა და ეგ ის იყო ნიშნულოვანი ელემენტი არის სადაც მაკაცობაში მაგასაკში თუ მუსიკა მნიშვნელოვანია მეც ესე დავიწყე ანუ და დღემდე მეგობრებს მაგნიშნით მარჩე აი ეხა შემოვიდნენ ვიღაცები ვისთანაც მუსიკალური გადაკვეთა არ მაქვს თორე ადრე აი ყველა მუსიკით კავშირდებოდით ხო ძალიან ის იყო რა მარტივი თემა იყო რომ ადამიანს გაუგო ესეც შეგიძლია ხუთი კაცი თვალზე დააჯდეთ ბიჭები ოთახში და მუსიკა ჩართოთ და პროსტა ამით იკაიფოთ რომ რაღაცას უსმენთ მუსიკაზე ეგ რა მაგარი არის რომ უსმენთ და ნახე ბიჭო კი ძალიან მაგარი ერთ-ერთი ყველა სასიამოვნო ექსპერიენსი ალბათ ეგ თემებია და იმ დროინდელი თანამედროვე მუსიკა არ მოგეკიდათ 90-იანების? ნუ მეტალიკა მიდიაში თანამედროვედ ითვლებოდა, ხო? არა. ნირვანამ ჩაგვიარა სხვათა შორის, ნუ ნირვანას კემპში ვიყავი. ხო და მე მახსოვს, რომ ნირვანა იყო 90-იანების თბილისში, თან მით უმეტეს ალბათ გარემოც ისეთი იყო 90-იანების დასაწყისის თბილისში მაგალითად, რომ ნირვანა ძალიან მოხდებოდა. ხო, მინა სიეტლი იყო. და მაგიტო დღემდე მახსოვს, დღემდე ვხედავ ხოლმე სხვათა შორის არ ვიცი დაკვირდებით თუ არა, მიხედავ იმისა რომ 26 წელია უკვე ხდება ხოლმე რა ალაგალ უკვე იშვიათად მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ჯერ კიდე წარწერები ნირვანა იმას ძველი დარჩენილი 90-იან წლებში დაწერილი და თუფაკი ანუ ორი ნირვანა და თუფაკი და ნირვანა ვერაზე სოლოლაკშიც ისეთ ძველობნებში ნირვანა და თუფაკი ეწერა ყველგან ხო რა დეპრესიული განწყობა და ქუჩის რაღაცა ვაიბი და ნირვანა ძალიან ხო ეს თუფაკის აგრესიული პონტი ისე უცნაური ის არის რომ 90-იანები ხა სამყაროში არ არის კრიზისი რა ანუ ეგეთი მინორული ის არა აქ რა ქვია და ჩვენ რეალობაში ანუ ჩვენ დაგვაქვს აი ალტერნატიული მუსიკა იმიტომ რომ ძირითადად ეგ იყო ეგ ვაიბი იყო იმის რაღაცა სიმძიმის ხო რა რონც გადახედა ქართულ ალტერნატიულ მუსიკას მაგრამ ძიმე რაღაცნაირი იყო აი რაღაცა მაგას ჩამოვეკიდეთ და აი რაღაცა ჩვენი თავები ვიყონეთ მაგ ტიპებში ოღონდ ეგ ტიპები იმ სამყაროში არსებობდნენ სადაც რეალურად ეგ განცდები არ იყო ხო და ჩემთვის სხვათა შორის არ იყო აი ეს ძიმე მუსიკა ახლოს პირიქით გაქცევის საშუალება იყო, უფრო მიყვარდა ესეთი რაღაც, ნუ იცი ნირვანა არ მეჩვენებოდა მძიმე მუსიკად. მძიმე ღერადობით არ გულისხმობ, აი დეპრესიულად არ მეჩვენებოდა. არ მეჩვენებოდა, ხიარული იყო ჩემთვის. ზერერთი პატარა ხარ ტექსტი არ გესმის რა და უფრო აი რაღაც ამ ილუზიაში ცხოვრობდი, რომ ანუ აქ კი არ ვცხოვრობ. პერსონაჟები რაღაცა პერსონაჟი ვარ რა თვითონ ეგ ტიპები პერსონაჟები იყვნენ ჩვენთვის აი რომ ეკითხებიან რომ ინგლისურად რატო დაიწყეს სიმღერა ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი ნუ ჩემთვის კიდე სხვა მიზეზებია მე ბავშვობიდან რაღაც ინგლისში ვსწავლობდი სკოლაში რაღაცა პერიოდი მამა ჩემთან ერთად დავდიოდი და სულ ინგლისური მეკერა პირზე და ნუ ლოგიკური იყო მაგრამ თან იყო ის რომ აი მე იმათნაირი ვარ პონტი მქონდა ამიტომ რომ ვერ ვაგიგივებდი ქართულ შემსრულებლებთან იმიტომ რომ ისინი რაღაცნაირად ბრუზავდნენ რა მეშინოდა მე მახსოვს შენ კონცერტი რო ფესტივალი რო იყო უფრო რა მზიურში ალბათ ხომ მზიური იყო მე მგონი და სამხატვროშიც ხო უკრავდით მე მგონი ახლა მახსოვს პატარა ვიყავი ჩემ მეგობრები არიან რამდენიმე წევრი იმის პაპარაცი კიკნაველიძე შველიძე შოთა და მაგათი რაღაც კონცერტი იყო და თქვენც იყავით ლოლიტასიც იყო და კიდე რაღაც ბენდები იყო და ეგ მახსოვს რა ეგ მომენტი რომ პირველად როცა მოვისმინე როცა გნახეთ რა იმას სცენაზე რომ აი ცოტა განსხვავებული აი დეპრესიული რაღაცა მისგან მუსიკისგან იყო და ისა სტრინგი აი სტრინგის ბასისტი
მე სტრინგმათან ყურადღება ამით მიქცევა ფრედი რო იყო და ვაუ მეთქი ფრედი. მოგვესალმო მაგას გამარჯობა. ხოდა რა მუსიკა იყო ანუ ისაც თქვა შენი ის იყო. იცი რა, აი დღემდე ჟანრი ძალიან მიჭირს ჟანრის დარქმევა ხოლმე მუსიკისთვის რა. ავი რეალურად არ ქონდა ჟანრი, იმიტომ რომ ლაივში ერთი ბენდი იყო, ჩანაწერში სხვა ბენდი იყო რა, იმიტომ რომ ჩანაწერს ძირითადად ხა უმეტესწილად მე ვაკეთებდი და ვცდილობდი რომ რაღაცნაირი კომპლექსური ყოფილიყო და სინთეზატორები და საუნდები რაღაცები და ლაივში იმ დროს არ ქონდა იმის საშუალება რა, ორი გიტარა, ბასი, ბარაბანი რა, არც ეფექტები, ტუნერი არ ქონდა გიტარას ყურით ვაწყობ. მაგრამ ეგ საუნდი უფრო ისაა რა, რაღაცა. მე პირველი ტრეკი რა იყო, ლოლიტების კი არა, ქავერი დაუკარი იმამდე Yellow Duck-ამდე. ინკუბუსი. გახსოვს ეგეთი ბენდი იყო ინკუბუსი. უცხოური ხო? ნუ მეტალ ხო? კი. ნუ მეტალ ერაში. სახელი მეცნობა ძალიან. ეგ ერთხელ დაუკარი. ერთხელ დაუკარი ხო, მაშინ სიმღერები არ ქონდა და პირველი კონცერტი იყო. ხო და ცოტა მეტალისკენ იყავი უფრო ნიუ მეტალის. შე ნიუ მეტალმა მე ამიტაცა. Green Day და რაღაცეებიც ქონდა კოჭებში. და ბავშვობაში რა იყო, რასაც უსმენდით რითი იმას გენით. მე მაგალითად ჩემი იყო პირველი, აი რაც მახსოვს, რომ მუსიკას მოусმინე და კასეტა ვიყიდე მე მამაჩემს უთხარი რომ მეთქი წამივყან ბაზრობაზე წავედი დეზერტირების და კასეტა ვიყიდე Pet Shop Boys-ი იყო. Pet Shop Boys-ი Go West იყო ძალიან პოპულარული და West End Girls და რაღაცეები და მერე იყო Queen. ანუ სულ პირველი ეგ ჟღერადობები. პირველი მახსოვს, პირველი მუსიკასთან პირველი გადაკვეთა, ჩემი პირველი ბენდი, რომელზეც ვიტყოდი, რომ ეს მე ვასება, იყო Pet Shop Boys-ი და კასეტა მქონდა Pet Shop Boys-ი. მაგრამ მან მნიშვნელოვანი რა იყო, იცი, რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა აყიდინე. მან თავარია, რომ აი ეს ცეცხლი გაგიჩნდა და მამაშენს თხოვე რომ წამიყვანე მუსიკა მიყიდე რა. მან მე უკვე მიაგნებ. აი ეგ ბავშვ თუ აქვს რა, რომ იმდენად რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას, რომ აი მოიპოვოს ეს რაღაცა კასეტა. ჩემთვის აი ყოველი კასეტა იყო რა. არა ხო, კი, ასლაპარო. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. შენთან ხა მაინც უფრო ნუ მე ბიტლსზე გავიზარდე ხა მამაჩემის პონჩი და მარა გარდატეხა იყო ნირვანა ჩემთვის რა. აი რადიოში უსმენდი და Smells Like Teen Spirit-ი გაიჩნდა და აი ძალიან კარგად მახსოვს ის წამი, როცა მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ანუ უცებ ბიტლსი იყო მთელი ცხოვრება, მეგონა რომ აი სოფხედველობა ეგ იყო რა, ამის იქით არ ყოფილა და უცებ მოვიდა ეს. და უცებ ნირვანა გაიჩნდა. წარმოიდგინე, ეხლა ძალიან რთულია ასახსნელად ვინმესთვის, იმიტომ რომ წარმოიდგინე ნირვანა რო არ არსებობდა და უცებ არსებობს რა. ხო. კი, ამ რეალობაში ყველა მიწის რომ ნირვანა არის. ნირვანას და რომ არ კონდეს ადამიანს მოსმენელი რო კითხო თქვა არა აქვს. მოსმენელი სად კაფეში მაინც გაგონი ტაქსში ან სადღაც ის არ ქონდა აი გოიმობის პატარა გოიმი ბავშვობის პერიოდი რო სუპერ რაღაც ტრეშ პოპს კი მერიდება არა ხო და მე არ მერიდება ეგ ხო ბაზა გაქვს შენი ხა სახლიდან ბიტლზების და მაგ კლასიკის რა ესეთი როკ-ენ-როლ კლასიკის ჩემთან იყო კლასიკური მუსიკა და მოგერშვინო და რაღაცა იგივე ტიპები და მე აი ჩემით რო დავიწყე მოსმენა ალბათ 8-9 წლის იყო მე ჯექსონები და მადონები და ნეტა ჯექსონს უსმენდი პრინცები და ვიღაცები და მე უკვე წამოვიდა 90-იანების დასაწყისში ესენი აქ ალტერნატიული ჯექსონი მოგოიმოს არ არის ნუ არ პოპს ვიძახი პოპს გულის პოპი კარგი შეიძლება იყოს ანუ მოგოიმოს რო ამბობ მე გეტყვით ხა მე რას უსმენდი კარმენი იცით ეგეთი შეჩემა ჩემი საყვარელი ჯგუფი იყო ხა კარმენი იმ დროს არ იყო ეგეთი მოგონი იცი კარმენი მე მგონი კი მეცნობა რუსული არ ვიცი რა დავარქვა ანუ ის იყო აი ბოგდან ტიტამირი იცი თუ unlimited-ების და ვიღაცების პერიოდი აი კარმენი და ბოგდან ტიტამირი ერთი პონტია რა ბიჭო უკარგესი იმ დროს პირველად სადღაც 90-იანი წელია ხო და აბა ჯექსონიო შეჭება კარმენი არა ხო ჯექსონი არ იყო რუსულ მუსიკაში არ არსებობდა ეგ ჩემი ყურისთვის შემოვიდა 90-ის მერე და ეს ჯექსონები და პრინცები და ვიღაცები მანამდე ხასში მაინც ისე ამბობს ჯექსონები და პრინცები და დაგავშიყრი ერთად ბიჭო არ მიყვარს რა ხარ იმ პერიოდში უსმენდი მაგრამ მაღალი დონის ცოტათი უფრო პოპია ასე ვთქვათ რა ჯექსონს ეხაც უსმენ ხოლმე ხანდახან ანუ ხა არ ვარ ძალიან ისე მსმენელი მაგრამ ჩემით არ ვთქვა ბიტებს მაგალითად სიამოვნებაა აი მაგრამი სწორდება ჯექსონი არა მე ხანდე ჩამბირდებს მე თავკი Spotify-ზე ხანდახან აი ბავშვობის Billie Jean შევა ჩავჭო სულ აქვს ეგ რა იმ დღეს ხო თქვით აბა აღმოჩნდა ჩვენი საყვარელი ლაბირინგერო აღმოჩნდა ლაბირინგერო აბა არ გევასებოდა აბა მაგარია აი ეგ უფრო დედაჩემის და მაკიდა მე მაგრამე ვასწავლე ხო მაგრამ ეგ ხო ხარისხიანი პოპია ეგ ხო არ არის რაღაცა აი
არ ვიცი ვის შევადარო. აი მაგალითად აი ცოტა შედარებით მოთრეშობა ჩემთვის და მოგოიმო ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც მევასება ბონიემი. მაგრამ ახლა აბა ბევრად ის არის რა რაღაცა კლასიკური ჩემნებით ვთავხომ ბონიემზე ვერ გამოვხდი. ბონიემი ცოტა მაგასა ბონიემი ისაა რა, აი ცოტა ჩუმად რო უნდა ჩართო მარტო. კიდე ხა ასევე რო ვიძახი რომ მოგოიმოთ რომ მაშინ ჩემთვის ეგეთი აღქმა იყო და ენი ლენოქსები და პიტერ გაბრიელები და ვიღაცები მაშინ ესე აღვიქვავდი ხა პატარა ვიყავი რაღაც ტკბილი მუსიკა იყო ითებში და მე ჩვენთან როგორ დაიყო ჩემთან პირადად 90-იანების მერე უკვე ალტერნატიულ მუსიკაზე რო გადავედი ცაზომი ის გახდა და მანამდე რაც ყველაფერს ვიძახდით გოიმურს და პოპს. ხო. და მე გავიაზრე ალტერნატიულ მუსიკის სმენაში რომ ის ვიღაცები ინექსესებიც და ენი ლენოქსებიც და ის ფილ კოლინსები და ვიღაცები თურმე კარგი მუსიკოსები იყვნენ და არ იყო ფლატ პოპი, ანუ ალტერნატიული პოპი იყო რა, ისე დავარქვათ. ასე რომ ეგ ტერმინი ცუდად არ ვაგდებ ხოლმე, უბრალოდ ესე ყოფს ჩემი ტვინი რა. ხო, არა, ახლა მივხვდი. ანუ არ ვაკნინებ. რა გამართლება უნდა ეგრე არის. მართლა даже მე მეტალიკას და მეტალ მუსიკასაც რას ვსმენდი, მეტალში იყო ცუდად კომერციული, მეტალიკა კომერციული ისეთ პოპულარული იყო ძალიან. ეგეც მე მეგოიმა რაღაც დროის მე, მაგრამ ეგრე ხო არ არის. იმ გადმოსახედიდან. კინა ჩამოვყაროთ სუპერ გოიმოვები, რაც გვევას და გოსებია. გაიხსენებ. შენ რო იძახი, იმ დროს აღქმა არ ქონდა რომ კარმენი ცუდი იყო. ჩემთვის კარმენი ძალიან კაი ბენდი იყო. იმ დროს არ ქონდა რა თქმა უნდა, ანუ თუჭა ტელევიზორში ეგ გადიოდა. მუზაბოზიდან მოდიოდა მალჩიშნიკი იყო, ეს იყო ტიტამერი. არა კარმენი იყო ჩემი. ნუ ძალიან ეფექტური იყო შეჩი. ეხლა რო თქვი, აი ესეთი რაღაცეები გოიმური რაღაცეები, სუპერ გოიმურები რა ვერ ვიხსენებ. რა შეიძლება იყოს მართლა? ანუ რას დაარქმევდი? ხო, ანუ აი რაღაცას ვერ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, ხო? აი მაგალითად მე მევასებოდა, ეხლა გადაობის მომენტში მევასება უფრო მოსკოვ. ვიცი, გენგის ხანის მოსკოვ. მე არ ვიცი. მე გეტყვი ახლა ჩემთვის რა იყო, აი ხა რო დღემდე რომ ქრინჯავს S of Base-ი. S of Base-ი მაგრამ მევასებოდა, მევასებოდა, მაგრამ ძალიან ის იყო, რა, კაპელა იყო, Two Unlimited გახსოვს ეგეთი. Two Unlimited-ი ძალიან ცუდი იყო. აი Two Unlimited-ი Snow იყო, Informer. მაგრამ ეფექტური იყო, რომ ეძებოდა. დაჭირე იმას, რომელია? Two Unlimited იყო გოგო და ბიჭი თუ რა. Two Unlimited იყო გოგო და ტიპი არ მახსოვს გერმანელები იყვნენ ამასადაურებული. აი SOBS-ი რა ჩამოთვალე SOBS-ი ამათან შედარებით ძალიან ტოპი. მაგარი იყო. ეგეთი შვედები რა, შვედები ძალიან მაგრები არიან მუსიკაში რა. ხო. მე მყავს ერთი ბენდი. შვედები იყვნენ ეგენიც ხო? შენ გეცოდინება ალბათ. Whale. არა, როგორი ბენდია იცი? შვედებთან კავშირი მაქვს მე რომ FIFA 2006-ში მოусმინე ერთ სიმღერას რომელიც ძალიან დამევასა. სახელი დაეწერა ეგ, აი თამაშობთან ეწერება უცებ ცოტა ხანი. არ ვიცოდი ვაფშე რა იყო. მარტო სახელი ეწერა. და ძმაკაც შაკო ბორციძეს, რომელიც მე ზაფხული იყო, მე წნეჩი ვიყავი ინტერნეტი არ არსებობდა, აფერი არ იყო და მე ამას დაურეკე, რომ მეთქი ბიჭო ესეც სიმღერაა და ბოლოს დამისერჩი რა ინტერნეტში ვინ არის მეთქი, ბენდი მითხრა და მე თბილისში ჩამოვედი. იმას ვქენი. Gold G-ზე შევედი და გადმოვწერე ორი სიმღერა ამ ბენდის და ორივე ძალიან კაი აღმოჩნდა და მაგის მე დამევასა და მე ამაზე შემილია მართლა თავი დავდო რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს სანაცნობოში და მაშინ მეგავაცანი ეს ბენდი და ჩემგან გაიგეს. მე ერთ სიმღერა გამოვუშვეს რომელიც არა, შვედური ბენდია. რომელიც არის Mando Diao. ოკეი. რომელიც არ არის პოპულარული ახლა. შვედები არის. შვედები არიან, მაგრამ არ არის ძალიან პოპულარული. ამ დროს აი რამდენიმე კვირის წინ სხვათა შორის მანქანაში ვიჯექით, მივიდიოთ მე ჩემს მაკაციდან. მაგას ბაზრობდით რა უცებ. არ საიდან რომ მოვახვით დიალოგი. ბიჭო რატო არა ეს ბენდი პოპულარული? აი არანაირი ახსნა არ მაქვს. მართლა ვერ ხსნი, როგორ ვერ გახდა ეს ბენდი პოპულარული? არ არის პოპულარული. არა. აი როგორ არის, იცი, ერთი სიმღერა რომელიც მე გამოვუშვი და პოპულარული გაიჩიტა, რომელიც ბანძია, ეს სიმღერა არ არის კაი, Dance with Somebody. ესე კაია, კეჩი სიმღერაა, მაგრამ ნუ არ არის რა, კარგი მაღალი დონის სიმღერა ესე არა. და ეგ პოპულარული გახდა. მაგრამ ბენდის პოპულარობას დიდად არ უმოქმედია მაგას რა. და ძალიან მცნაურია, იმიტომ რომ ყველა პირველ ერთი 4 ალბომი რო იყო, ყველა სიმღერა არის კარგი. ანუ ცუდი სიმღერა არ აქვს ტიპებს. თუმცა ნუ ეს რაღაც მიხვდები, რომ აი ის რაღაცა აკლიათ რაც ხო, აი ის რაღაცა აკლიათ რაც ვიღაცებს ჰქონდათ რა, რომ აი ეს ერთი გაუვარდებათ და მე მაგრამ
ხარისხობრივად რო იყო, ყველა სიმღერა ძალიან მაგარია. ხო, მაგრამ ჩვენ მაშინდელი ჩვენი ყური მაინც რაღაც იმას იჭერდა, რაღაც ფრაზებს და არა, საქართველოში კი არ ვამბობ ზოგადად. სოფლიოს არა პოპულარული საერთოდ ეს ბენდი რა და ძალიან უცნაურია რა, იმიტომ რომ ძალიან კაი ბენდია და ძალიან კაი სიმღერები აქვს მართლა. და ძალიან მესწრანება რომ რაღაცნაირად ისე აუარა გვერდზე მსმენელმა ამ შედურჯგუფს. შვედური ბენდი არის, რომელიც არის არასწორად გაგებული. აბა. ყველას გეცოდინებათ Cardigans-ი. ხო. Cardigans-ის სინგლები რაც არის აი სუპერ პაპსა რაღაცნაირ. მე მაგ ალბომი, First Band on the Moon არის ალბომი ეგეთი. ძალიან მაგარი მუსიკაა. აი ძალიან მაგარი მუსიკაა და ის სინგლი რაც არის, თქვა Love Me ეგ არის აი სულს კიპავ მაგ სიმღერას რა. ხო, მაგრამ უკარგესი ბენდი იყო Cardigans. ძალიან მაგარი ბენდი არის. ბიჭო, მაგარი რაღაცა ამბობ იმას, რომ იმ პოპულარული რამდენიმე სიმღერისგან განსხვავებით სხვა მუსიკაა. იცი რა გააპაფსავა? იმან რომეო და ჯულიეტაში მოხდა საუნდტრეკებში და მაგის მერე გაათრიეს და გააცუდეს. ეგეთი მუსიკოსები ხო, ეგეთი ბენდები და ისინი ხო არსებობენ კიდე მუსიკოსები რა. რომ აი პოპულარული სიმღერები რამდენიმე რაც არის ხალხის წარმოდგენაში, უმეტესობის წარმოდგენაში ისეთია ეს მუსიკოსი. ამდენს ვაფშე სხვა არის რეალურად. ხვეხდები რა მე რა. აი მე მქონდა ყოველთვის ეგ განცდა მქონდა იმაზე, კლაპტონზე რა. აი ყოველთვის, რომ მე უსმენდი მამა ჩემის ხათრი და მე შემიყვარდა ბავშვობაში. ხო და არ ქონდა ის რომ აი კლაპტონი, მაგრამ ლეილა. გონია რომ მაგარი ბანძი სიმღერა არის. ხო, რა. იმიტომ რომ კოკეინზე ბევრად მაგარი სიმღერაა. არა, ხო, ეგ მაგას გულისხმობ რა. ჯერ ერთი Sunshine of Your Love-ის გადამღერება არის. ანუ ვაფშე რა პონჩი დაწერა ეგ სიმღერა მე ვერ ხვდები სიმართლე რო გითხრა რა. ვიცი რა თვითონ მე მახსოვს უბრალოდ მაგის ბექ ისტორიები. კაი ლეილა მაგარი. არა, ნახე რა ვსნობ ლეილა. მე ლეილა მოსმენელი მქონდა ისა აკუსტიკური. მთელი ბავშვობა. მაგარია ბიჭო. არა. არ მოგწონს ამ ფაქტი? არა, აკუსტიკური არ მევასება მაგისი. ანუ ეგ ქონდა მე მარტო მოსმენილი და აღონდა 90-იანი წლების კასეტა გადაწერე, გადმოწერე თემაში რომ ბარი ვაითი, ბობ მარლი და ეს კლაპტონის ლეილა იყო ყველა კასეტაზე და ლეილა კი არა, ანუ ძალიან ამფლაქტი მომენტი. ხო, მაგრამ ეს ლეილა წლების განმავლობაში მარტო ეს ვერსია ვიცოდი. და მე დერეკ ენ დომინოსის იმას რომ მოусმინე ელექტროს. გადავირიე კინაღამეს რა არის მეთქი. ვაფშე ვიცოდი ეგეც მე რო არსებობდა რა. იმიტომ რომ მე ჩემ წარმოდგენაში კლაპტონი იყო რაღაცა ეს in my father's eyes, ცოტა 80-იანი წლების გაპა ყველა რო რაღაცა მოერგო ამ. ჩემთვის განსაკუთრებულ სიყვარულად მაინც ჩარჩა მეხსიერებაში მამა ჩემის მანქანა და მუსიკაში ისა მაგნიტოფონში ეს და ეგ ის მათ საერთოდ ზოგადად კლაპტონი. და კრიმი ხო და მაგას ვამბობ, ანუ კრიმი ხო არ ვიცოდი. არც დერეკენდომენის ერთი ალბომი აქვს, მაგრამ ნუ ეს სიმღერა არის, ხო? და ეს კლაპტონის შესაძლებლობები, კლაპტონის God და ამისი რაღაცა დაპირისპირება სიყვარულები და მეგობრობა თან სიძულვილი ამ ჰენდრიქსთან და არაფერი ეგენი არ ვიცოდი რა. ჩემთვის კლაპტონი იყო რაღაც ელექტროსა. დაიჭირა აკუსტიკური გიტარა და რაღაცა მუსიკის კონტექსტი ჭირდება ხანდახან რა. აი ეს ისტორიები რო იცი. არა, ხანდახან კი არა და მე მგონი მაგის გარეშე დრამა ხომოშნა დისკნა მე რა. ანუ კიდევ Tears in Heaven. შენი საყვარელი სიმღერა. ხო და კრიმზე რა, მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ მე პირველად კრიმი, მე გვიან მოვისმინე კრიმი. პირველად ნახე ვიდეო, რაღაც ამერიკულ შოუში არის, ლაივს უკრავენ რა, რამოდენიმე სიმღერას, Tales of Brave Ulysses და Sunshine of Your Love და რაღაცას უკრავენ. ქუდი ახურავს ჯეკ ბრუს და უკრავენ ამას, ლაივია. ეგ მოვისმინე. გაუგიჟდე კინაღამ და მე მოусმინე ალბომს და ეს რა არის ბიჭო. ანუ ბევრად მაგარია ლაივი, ვიდრე ჩანაწერი. ხო, ეგეთ ბენდებს უფრო ვაფასებს ხოთა შორის, რომელიც ლაივში უფრო მაგარია, აი მაგალითად. ასევე ცოტა დაუფასებელი ბენდია ალბათ, თუმცა ნაკლებად იმაზე მეტად ახლა მიდემანდოდია დაფასებული, რა თქმა უნდა, Dire Straits. მაგრამ Dire Straits-ის Life of Alchemy, Sultans of Swing-ის Life of Alchemy არის ალბათ საუკეთესო ლაივია, საერთოდ ერთი კონკრეტული სიმღერა რო აიღო, რაც შეიძლება ადამიანმა დაუკრა. აი ბოლო მონაკვეთი რაც არის, რომელიც საერთოდ არ არის სტუდიურ ვერსიაში და მარტო ამ ლაივისთვის არის დაკრული. სასწაული არის რომ მაგას რო ლაივში გააკეთებ, რა. Dire Straits-ი დაუფასებელია კი არა, და აი ზუსტად Cardigans-ზე რას თქვი რა, გონიათ რომ აი ის არის ის play the guitar on the. კი, Money for Nothing და წინაზე რო ბაზო. რაღაც კომერციულად აღიქვებოდა, მაგრამ კაკრას კომერციულად აღიქვებოდა და დაიკარგაო მაინც იძახით. ანუ სუპერ პოპულარული სიმღერები აქვს, კავერები რამოდენიმე რაც არის Inexes-ის შევიჩი. არა? ხო, Inexes არის დაკარგული. Inexes ეს ვიცი ახლა ერთი ქვია. აკვია სიმღერას კაც.
პრაღაში როა კლიპი. რა ვერდი 10 ქავერი აქვს ისეთ ძალიან. მე სინგლები Love Terrace Apart კი არა და რაღაც ეგეთი ხო? Love Terrace Apart ხო იმისია Joy Division-ის კი არა. ხო. ეგ რითი მოკვდა იცით? თავი მოიკლა? არა. ნუ ტექნიკურად კი. რითი არის? აი თავს რო იხჩობენ და თან მაგითი მოკვდა მართლა? ой, ეგ არ მახსოვდა. მიგკარებზე იფონეს. აუ ძალიან ცუდი. აწითლებული. ძალიან ცუდი ვიდეო გამეჩითა მაგ კონტექსტში ახლა რომ რა ერქვა სახელი გაცნო მოვიძნე მიჩელი კი არა. ჰაჩინსი ხო. ვიდეო არის Brit Awards-ია თუ არ ვწდები და Oasis-ი იგებს საუკეთესო ბენდის იმას პრიზს და Noel Gallagher ადის და ეს აძლევს ჰაჩინსი რა. ანუ წავიდა მაგისტრო. და ეს იღებს ამას და ამბობს რომ რო განმოვთარგმნო რომ has been ხო არის რა წასულებ და ამ მომავალ ვარსკვლავებსო წასულებსო არ უნდა წასულები არ უნდა აძლევდნენ ამ მომავალ ვარსკვლავებსო პრიზებსო თუ რაღაც ეგეთ რაღაც ამბობს რა ანუ ვერძე ედგა ტიპი და აჯვა რა არაფრიდან და რო იცი რომ ერთი წლის მერე ეს მოკვდა თან ძალიან ისა უყურე აი ძალიან შევწუხდი რა რაღაცა არ მისია Oasis-ზე რა აზრის ხარ Oasis-ზე ისეთი აზრის არ ვარ როგორც ეს ნოელი და ლაემი არიან თვითონ თავის თავზე, მაგრამ ნუ ცუდი აზრის არ ვარ, ხა მე ვასება, მაგრამ ის არ მგონია რომ ყველაზე დიდი ბენდია და ყველაზე არა, იგი ვაფშე მაგაზე ზედმეტია ლაპარაკი. არა, თვითონ ვამბობ, Beatles-ის მერე ყოველ ჩვენ ვარ ყველაზე მაგარი ბენდი და რაღაცა. მაინც აგზის და ხოცბოდის. არა, კაცო, ამას არ ხარ აყოლილი ერკენ. Oasis-ი მე ვასება, მაგრამ მე რამოდენიმე იცი რა არის? ჩემთვის top 20-ში არ შედის. გონია რომ მაგრა არ მევასება. Oasis-ი, მაგრამ აი იმ დღეს სადღაც იყო ჩართული Sally Can Wait ჩაირთო და ბიჭო ცრემლი მომადგა რა Don't Look Back in Anger აი სიმღერა მეც რას ვერ გავუგე ვერაზოს მე მგონი ნათქვამიც მაქვს ლანა დელ რეის ვერას დროს აი სულ ყველას ევასება ისეთ ადამიანს ასეთ ჩემს გარშემო ვერას დროს იდეურად ასწორებს პროსტა იდეურად რომ მუსიკა აი რაღაცნაირად ძალიან მეგოიმება აი ერთი რაღაც ალბომი ქონდა აი 12-13 წლის წინ როდესაც რამდენიმე კაი სიმღერა იყო იქ შედარ მაგრამ მე ლანა დელ რეის ფრენდელი მე ძალიან ისვა რა რაღაცა მოფაშისტო ტიპი ვარ მუსიკაში ცოტა ანუ აი როკს ძალიან თუ ცდება იქით აქეთ შეიძლება ჯობსნა რა. მე ეგ მომეხსნა ადრე ვიღავ. არა, რა ის ჯაზ ბლუზ არ ვეხები. აი ჯაზი, ბლუზი, აი გიტარასაც ფიგურირებს. პოპიც მათ შორის ისა, მაგრამ აი ცოტა ისეთ ელექტროში ცოტა ძალიან ისვა. ჯერ კიდე რა შედარებით ნაკლებად ისვა. მე მეზღება როკი რო გაპოპულარულდა. აი 2000-იანების მერე ბენდები რაც წამოვიდა ყველა ნიუ მეტალი. არ არის ნიუ მეტალი არ ვიცი. ყველა ფრიან ლიმბის კაიხარისხის ყველა ვაფშე. აი კარგად ჩაწერილი პარკიან ყველა. აუ როგორ აი არ მინდა თქვა რომ ვიტანო მაგრამ მეც აი რეპი რო შემოდის. ო არა მეც ძალიან თუმცა ნუ რეიჯები მაგრამ ევასება მაგრამ ეგ არ ეხება რეიჯი. ო არა რეიჯი სხვა არის ხო. არც Beastie Boys არ ეხება. ო კი ბატონო ბაზარი არა. Beastie Boys-ის მაგალითად დიდი მსმენელი არ ვარ მე მაგრამ მუსიკასაც ხო საერთოდ გარდა იმისა რომ კონტექსტი უხდება და ჩემი აზრით საერთოდ საჭიროა კონტექსტი. მე ძალიან მიგვირდა ხოლმე ვიღაცა რო აი რაღაც მუსიკაში რო ევასება და ალბომი რო არის ის არც ერთი. საერთოდ ერთი ალბომიც რო არის რა არავის ძალიან მიგვირდა რა იმიტომ რომ როგორ გაინტერესა რომ გენახა რომელ წელს ჩაწერა რატო იმღერა ეს რა ხდებოდა მის ცხოვრებაში სოფლიოში რა ხდებოდა რაღაცა თან ადრე ეხა ნაკლებადაა მაგრამ ადრე ხო პოპულარულ მუსიკასაც თავისი ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა ხო რაღაც ისინი მოქონდა ისტორიები იყო ადამიანებზე გავლენას ახდენდა ბევრ რაღაცაზე ახდენდა გავლენას რა და ეგ რაღაცა შეიცვალა ბოლო პერიოდში იმ პონჩი რომ პოპულარული მუსიკა აღარ აკეთებს მაგ საქმეს რასაც აკეთებდა ის იცი რა არის უბრალოდ ანუ სიმღერის უკან არტისტი ისეთი ძლიერი აღარ არის როგორც იყო რა ადრე ძალიან დიდი მნიშვნელობა ანუ რაღაც სიმღერა რომ მომეწონებოდა მეორე დღეს ყველაფერი ვიცოდი იმ არტისტზე და მაშინ ბავშვები და ეხლა მგონია ეგეც ჩემი პროექციაა მაგრამ მგონია რომ ახალგაზრდა თაობა როგორ არის რომ აი სიმღერა ცალკე ტიპია რა ანუ არც და შილ შემთხვევაში ეგრე არის შილ შემთხვევაში 20 კაცი წერს ერთ სიმღერას და შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი ტიპები უყურებს ინსტაგრამზეც ყავს იქა და ანუ აი რაღაცნაირად ტრუსიკში უყურებ ყოველდღე და იცით თქმის ყველაფერი და აღარ არის ეგეც საინტერესო ადრე მიუწვდომელები იყვნენ მისტიკა არის დაკარგული ხო
ვინ იყო, რითი ცხოვრობდა, რას უთქავდა, ვაფშე არავინ არ იცოდა. და უნდა ფილმი გვენახა და ეხა Instagram-ზე ყავს ვიღაცა დღევანდელი ბოუ ვინც არის და ყოველდღიურობაში უყურებ რას ჭამს და რა კბილებს რო თითი იხება. ნუ ვიღაცებმა შეინარჩუნეს ეგ რა, ეხა Radiohead-ზე ბევრს ვერაფერს ვერ გაიგებ, ძალიანაც რომ მოინდომო რა. ხო, მაგრამ ძირითადად ეხანდელი ბენდები სულ Instagram-ზე რო დაგუგლო ეს ისტორია თუ გახსოვს Tom York-ს ცოლი რომ მოუკვდა. რო დაგუგლო ცოლის ფოტოს ვერ იპოვე რა. 25 წელი ცოლი ყავდა და ცოლის ფოტო არ არსებობს. აი უცნაურია. შვილი რაღაცა, რამდენი შვილი ყავს, ვინ ყავს, რაღაცა აი ვაფშე ეგ ინფორმაცია სივრცეში არ არსებობს რა. ნეტა რომელი უფრო ჩაბეჭდვადი იყო თავში იმ პერიოდის თქვათ ვიღაცა მეგასტარები ვინც იყვნენ თავის ფეხბურთელის საპელეები ან იმიანად დღესდღეობაში ხარიან ბევრად მაგრები პელეზე და მარადონას ვიღაცებს მაგრამ იმათ ხო აი ესეთი შეუცვლელი იესოები ვით არიან ხო რაღაც მაგ რანგში გადის მაგ ბრენდების დღევანდელობა აღარ ეგეთ მძაფრი მოკიდება დღევანდელობაში ეგეთ პოპულარულ ტიპებს აღარ აქვს ჩვენ ტვინზე და რა ალბათ მაგიტომ რომ მისტიურებად აღიქმებოდნენ იმიტომ რომ ნაკლები ინფორმაცია იყო ჩვენი ფანტაზია მუშაობდა თამაშდებოდა ან მეტნი არიან ის ფეხბურთზე ნახდათ ეგრეა და მუსიკაზეც ეგრეა ალბათ რაღაც დონეზე რა რომ მიუწვდომლები იყვნენ ტიპები აი ფეხბურთელები ნახდათ ეგრე იყვნენ დღეს ჯექსონი სხვაგანი იყო აი რამენდეს პელე მართლა ესეთი მოთამაშე იყო როგორც ჩემ წარმოდგენაშია თუ და თავის დროზე როცა იყო ხო აბა ტემპში და ხო ეხლა როგორ აი ძალიან არასამართლიანია შედარება ხვდები 70 წლის წინ თამაშობდა ამის ტიპი 60 წლის წინ და იმ ტემპში არა რა მინდა ისი მაგ თქვა რომ ეხლა ბევრი პელეები ხო არ არიან თქო და ხო არ გაზავდა არა ანუ ის თავის ეპოქაში რა დიდიც იყო ეხლა რომ გადმოსვა ერთ-ერთი რომ გადმოიყვანო პირდაპირ რა თქმა უნდა იმისი ფიზიკური მომზადებით ამათი ფიზიკური მომზადებით ძალიან გაუჭირდება ბუნებრივია მაგრამ რომ ჩასვა ამ რეალობაში და ამ რეალობას მოარგო და ავარჯიშო ამ ნუტრიცია დაუნიშნო ამ რეალობაში და ამ რეალობაში რომ გაიზარდოს იგივე იქნება რა ისევ ტოპი იქნება იმიტომ რომ ნუ იქ რო ყოველს ჯობდა აქაც აჯობებდა ხო ნიჭის პონტი მარტო ის ხო არ არის და პელესთან რეალურად იყო პირველი სუპერსტარია რა ანუ ფეხბურთის და შეიძლება სპორტისაც ხო და პირველობა შვება პირველი ვინც აი ამ სახელს ნიშას იკავს რა თქმა უნდა არა მუსიკაშიც მე რა თეორია მაქვს რა ეხლა ამაზე შენ რაც თქვი რა ნახე 60-იან 70-იან წლებში რო ჩაგეწერა ალბომი, ანუ ხვდები ჯერ რა შრომა უნდა ჩაგედო და მე როგორ უნდა გაგმართლებოდა რომ რეკორდ ლეიბლს უნდა დაენახა შენი ტალანტი, უნდა ჩაედო $100,000 გამოეშვა ეს ალბომი, მე ჯერ რაღაცნაირად უნდა მოეკიდოს ხალხს და რადიოში უნდა დაეკრათ. ერთეულებს ემართებოდა. ეხლა რა ვიცი, შემიძლია გავტრიალდე და რა ვიცი, სიმღერა დავწერო 1 საათში მოგცე რა. კი. და ბევრი ტიპი გაიჩიტა, ხვდები, უკვე ანუ გადაიტვირთა ეთერი რა. ერთი რომ გადაიტვირთა და მეორე სტანდარტიც ძალიან აიწია რა. იცი რა, პროფესიად იქცა მუსიკოსობა. თან ადრე რომ ბიტლზი და თქვა ისე სამყაროში მეგა 10 ბენდი იყო, просто არ იყო მაშინ ესე პროფესიულად ქცეული მუსიკოსობა და მაგ ბენდებმა გამოიწვია ადამიანებში ინტერესი, ბევრი დაკავდა მუსიკით, თქვა, ხო? ბიზნესად იქცა და ეხლა აკეთებს ამრავი მუსიკას. თორემ იმ დროში მოკლედ ბევრი ბიტლზის დონის ტიპი ხო ვერ შედგებოდა, იმიტომ რომ არ იყვნენ დაკავებულები მასიურად მუსიკის კეთებით. ეხლა მასიურად სამყარო დაკავდა მუსიკის კეთებით და ამიტომ ბევრი მოდის მაგრამ ხო არ გააფუჭა მაგრამ პირიქით. რავი, ბევრი მუსიკა იდება მაგრამ უფრო რთული გამოსარჩევი გახდა ალბათ, ანუ მოსაძებნად კარგი მუსიკა, თორე შანსი არ არის რომ თქვა რომ დღეს კარგი მუსიკა არ კეთდება. არა, ეგ როგორ იქნება? ვერ პოულობ რა. იმდენი, ხო, ინფორმაციის ამბავშია ზუსტად იგივე რა. იმდენი ინფორმაცია რომ წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ მაგაზე, Anjin de Potrin თუ რაღაცა მსგავსი არ გაგიგია? არა. აგიხსნი და შეიძლება შანსი არ არის რომ არ შეხვედრო და კოპლებიანი ტიპები რო უკრავენ. ერთი გიტარაზე უკრავს, მეორე დრამზე. წვირით და იმითი და რაღაცნაირი ჩაცმული. არ ვიცი. მაგარ უცნაურ მაკისის კლიპი გამახსენდა ახლა კლონებით რა. ორი ტიპი უკრავს, კაროჩე, რაღაცა მაგარ უცნაურ არტ-როკს. და გავარდა როგორ იცი რომ ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ორი მუსიკოსია სულ? ორი მუსიკოსი, დრამი და გიტარა. ოღონდ გიტარა როგორ იცი? ორი გიტარა აქვს გადაგული, ხო, ოღონდ ერთი ბასია. ხო, ერთი გიტარა და ამ ბას ლუპავს, წერს და მე ზევიდან უკრავს რა და ჩემთვის ძალიან გასახარია რომ
ეგეთი კომპლექსური არ არის, მაგრამ ნუ ეგეთი უცნაური მუსიკა დღეს მოეკიდა ხალხს მაინც. ხო, მაგრამ არ არის, მაგრამ просто ვიზუალით და ან რავი, ხა დიდად აყურადღება, ან просто ვიზუალს 1-2 ვიდეო ნახე და მე აღარ უყურებ რა. ეხლა 2 ვიდეოს არ მინახავს. ხო. ხო და მაგან ხო დიდი როლი შეიძინა კიდე მუსიკაში რა, თალკე ისტორია რო იქნება თქვა ამბავი იქნება ვიზუალმა და ვიზუალურმა მხარემაც ხო დატვირთვა შეიძინა. ყოველთვის იყო. არის ყოველთვის. ანუ რა გულისხმობ იცი, აი მაგალითად კლიპმა. კლიპმა რა, მაგალითად წეგან ლაპარაკობდი და მე დამოვიწყდა ავიბენი და ამაზე ვამბობდი Beastie Boys-ზე რომ დავიწყე ლაპარაკი და Beastie Boys-ის მსმენელი მიხვდი იმის რომ არ ვარ საბოტაჟი მაგალითად ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო კლიპი რომელიც გადაღებულა საერთოდ და თან მე დამაინტერესა და მე ნახე რომ საბოტაჟი გადაუღია Spike Jonze რომელსაც კიდე გადაღებული აქვს Weapon of Choice-ი მაგალითად და კიდე რამდენიმე საკაიფო ისაა გადაღებული და ფილმებიც რაც რამდენიმე Bing John Malkovich-ი ამის გადაღება ეს კავშირები ცალკე სხვადასხვა დარგის ხელოვნების რა რომ აი მუსიკამ მოახერხა რომ რა შუაშია თითქოს რო დაფიქრდე ვიღაც რომ ღერის კლიპი რა შუაშია ამასთან ხო ამით რო დაფიქრდე ეგ მოიგონეს შეიძლება ვცდები მაგრამ მე ვიცი Beatles-ის ისტორიიდან რა რომ გადაწყვიტეს რომ ჩვენ ტურში აღარ წავალთ კონცერტებს აღარ ჩავატარებთო მარტო სტუდიაში ვიქნებითო და ბიჭო მაგარი რაღაცა მოვიფიქრეთო პრეიმისის როა გადაღებული ხო გადავიღებთო და ეგ წავაო მაშინ ეძახდნენ მაგას რომ ეგ წავაო ტურში ხო ვიდეო წავა ტურში კინოთეატრებში გაუშვებდნენ ხო ხტები მაშინ ხა MTV რაღაც არ არსებობდა ეგ იდეა მოვიდეთ რომ ამას გავუშვებთ ტურში ხო და მე როგორი განვითარება წამოვიდა რომ ლამის უკვე ისეთი რეალობა მივიღეთ რომ ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევები რომ კლიპი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უშუალოდ სიმღერა რომლის გამოც ეს კლიპია გადაღებული აბა უკლიპოდ დადეს სიმღერა თუ მოусმენს ვინმე ხო და არა ბაზარი არა მაგრამ ამან რო უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა რომ ვიზუალს და ამ ფილმს ასე პატარა ფილმს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე იმას თვითონ მუსიკას ის გამოც ამას იღებ ეგრაა ცოტა უცნაური რა მაგრამ მეორე მხრივ განვითარება იმისი რომ ხელოვნების ორი დარგი დაუკავშირდა ეს ერთმანეთს რა და ეგეც კაია რა თუმცა გაზავდა რა ანუ მარტო ერთი მარტო ვერ გაუკაჩავს. არა, ბაზარი არა, ხო, თუმცა არის ხოლმე არის სიმღერები, რომელიც რეალურად მარტო იმიტომ არის დღემდე აქტუალური და მარტო იმიტომ გახდა პოპულარული, მარტო არა, მაგრამ პოპულარული იმიტომ გახდა ეს გლობალურად, რომ კარგი კლიპი აქვს. არის ეგეთი სიმღერები. აქცენტება რამე ეგეთი. საბოტაჟი მაგალითად, რომელიც რაღაც ცუდი ეს ზოგადად არა, მაგრამ ეგეთი კლიპი რო არ იყოს. არა, ხოლმე არა, ესეთი კარგი ვერ იქნებოდა რა. იცი რა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რაღაც პერიოდი, აღარ მახსოვს გვარები ეგეთმა ტიპებმა, ხო ვინც თქვი, რომ დაიწყეს ტექნიკურად გაკეთება ვიდეოების, ანუ გრაფიკულად მიშელ გონდრი. თუნდაც აი ფერადი რაღაც ხო, ვიზუალის უბრალოდ პერიოდი ვიდეოების ძალიან მიყვარს. იმასაც პეპერსებსაც ვიღაცებსაც აქვთ ხო, რაღაცა ძველი ვიდეოები რაც არის. ეხლა რო წამოვიდა აი არკები და ვიღაცები აკეთებენ მეგა ახალ თანამედროვე გრაფიკები და აღარ მაინტერესებს, არ უყურებ, ძალიან ლამაზია, სიგიჟეები ან მათ შორის ისიც რა ქვია ბეორკსაც აქვს ეგეთივე რაღაცნაირ გრაფიკულად ლამაზი. მაგრამ ეგეთი მნიშვნელოვანი საინტერესო არა როგორც აი 2000-იანების ეგ პერიოდი. საუკეთესო კლიპები რომელი არის გინახავთ? აი ესე გეუბნები შეიძლება ვიზუალურად განსაკუთრებული არაფერი და Aphex Twin-ის Window Licker-ის ვიდეო არის ამ მე გეტყვით ბენდს რომლის კლიპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მუსიკა. აბა Okay Go იცი როგორ არ ვიცი აი ზუსტად მაგას სამიანი კლიპი ათი მაგას გული აწყობილი ტექნიკურად სიგიჟე არ ვარდება აი ერთკადრიან კლიპები აქვთ მართლა არ წყდება კადრია არ წყდება და არის აი სუპერ რაღაცა დადგმული რაღაც სასწაული რა Okay Go კარგი პატარა ფილმი კარგი short ფილმი რომელსაც მუსიკა აკომპანიმენტად მიყვება ეს კაია ჩვენი დარგია ხელოვნების ეგეთი ეგენი პირველად MTV Music Awards-ზე რო გაიჩითნენ შემეცოდნენ იმიტომ რომ პირველი მაგათ კლიპი რა იყო იცი ცეკვავენ იმაზე სარბენ ბილიკებზე 4 სარბენი ბილიკია და მაგაზე ცეკვავენ რა და ნუ საკაიფო კლიპია და რატო შემეცოდნენ MTV Music Awards-ზე გამოვიდნენ და სარბენ ბილიკებით გამოვიდნენ მაგრამ ესე მარტივად დაიწყეს და როგორ გაართულეს თვითონ ეგ თამაში რა ვიდეოს აწყობს სიგიჟეები ჩაატარეს ისა ეხლა გამახსენდა Beastie Boys-ზე Age Blocks გახსოვთ ეგეთი ბენდი არა Beastie Boys პერიოდი Age Blocks ქვია ეგეთივე დაახლოებით იგივე მუსიკას უკრავდნენ 1-2-3 ტრეკი ჰქონდათ და Age Blocks და მე რატომღაც მახსოვდა რა Age Blocks ტრეკი იყო და თვითონ ბენდია Age Blocks ნიუ-იორკელი ჰიპ-ჰოპია ეგეთ Beastie Boys ბიჭო მეც Beastie Boys-ი უფრო ანუ
კი რაღაცები მევასება, მაგრამ ანუ აი უფრო აი ეს ill communication, აი სადაც საბოტაჟი არის, ეგ უფრო მევასებოდა რა. აი ძალიან ჰიპ-ჰოპი სადაც როკის ელემენტები როა მაგიტო ალბათ ხო? მე სულ ეგრე მქონდა ხოლმე. ეგენი არ უკრავდნენ. სტერეოტიპები რო იყვნენ. მაგ ალბომისთვის ისწავლეს დავკრა. კი, მე ნანახი მაქვს იმის ლაივი. Night Show Letterman-თან არიან towards-ები და მან რო უკრავს აშკარად ტიპი. ოღონდ ეთყობა რომ ახალი დასავლი. აი მერკური რო გიტარას აიღებდა ხოლმე და имас Crazy Little Thing Called Love. მარტო იმას რო აჩხებოდა ხოლმე უბედურად რაღაცა. უ ნახი Beastie Boys რო შემოუვარდება Elvis Costello. ეგ ისტორია საერთოდ არის, ცი? არა. შეიძლება მოყოლილი მაქვს ამ გადაცემაში შეუვარდება. მაგრამ ნახე კარში Saturday Night Live-ი, ხო იცი? ხო. უკან წავალ ხარ, 70-იანი წლებია და Saturday Night Live თუ ვინმე თუ იცით, როგორია, იცი? აი წამი-წამში ყველაფერი გათვლილი და ძალიან კაცრი გადაცემა იმ ხრივ რომ რამე ცოტა სკრიპტს თუ გადაუხვიე, მაგრა ჯარიმტები და მეორედ აღარ დაგპატიჟებენ და ნუ ყარ. გამონდის Elvis Costello, შეთანხმებულია ასნია რა სიმღერებს ყეს და უცებ იწყებს რაღაცა ნელ სიმღერას და აჩერებს და გაჩერდ ბენს აჩერებს და უცებ აზრი აქ რატო უკრავთ ამ სიმღერას არ ვიციო და დავაი სხვა ვერსიო და დაუკრავენ სხვა ვერსს სწრაფს რა. 25 წელი ბანი დაადეს Elvis Costello-ს Saturday Night Live-ში რა. და რო დაუშვეს, როგორ დაუშვეს. გამოდის Beastie Boys-ი და იწყებენ საბოტაჟს და უცებ შემორბის Elvis Costello და აუ აგა ეს სიმღერა არ გვინდა და იმ სიმღერას დაუკრავენ რასაც მაგეთი დააბრუნეს. ეგ არ ვიცოდი ამ კანადა. მან არის Saturday Night Live-ში არის ყო შენი დოკონორის ისა კი რო დახია რომის პაპისის რო დახია ხო ფოტო დახია. მა სერიოზული ის და მან მორჩა მისი კარიერა. კი. უბედური ის გამოუვიდა მე ეცებო წლები. მე ხო აი კარიერის მორჩენებზე მოკლე ვიდეოები თუ გაქვს ნანახი, რომ აი ერთ წუთში როგორ დაამთავრა კარიერა. რა არ მესმის ხოლმე, იცი, Janet Jackson-ი რო შედის მან და აი რა შუაში არის? ანუ რამ ჯერეთი რა მისი ბრალი იყო? ხო, არ ვიცი, იმან მოწყვით მოაგლიჟა. ანუ მაგითი კარიერა როგორ უნდა დაგისრულდეს ვერ ხვდები. დაისრულა, არ ვიცი ვაფშე ჯანა. ბიჭო, ეგ და ჯასტინა, თვითონ არ უქნია. ხო, ეგ და ჯასტინ ტიბერლეიკი ცეკვავენ და ჯასტინ ხელს გამოკრავს შემთხვევით და ზუწუავს აახებს თუ რაღაცა. მე ვაფშე გონია დადგმული იყო. დიდი შანსია რა. მაგრამ ჯასტინ ტიბერლეიკი კი არის მშვენივრად. ხო, ამას რატო ეგ დაეხლა? რაღაცა უბრალოდ ჯექსონის ჭრდილმა მოსპო უფრო ვიდრე რაღაცა სხვა რაღაცა მომეს. თან არ იყო ხე ჯანიტა ისეთი გაქანების. ნუ აქ თბილისში თუ ვიცოდით ვინ იყო, ესე იგი რაღაცა არა, პოპულარული იყო, რაღაც სიმღერები გონდა, მაგრამ რაღაცა. ხო, ჯექსონი ძმა ძალიან დიდი იყო ხე იმასთან შედარებით. ეგ რთულია, მაგ შტილიდან გამოსული. ის კლიპი Janet Jackson და Michael Jackson-ის. აი ყველა ზვირი კლიპი, ხო. და რაღაცა ხო იცი მახსოვს რომ რა პრემიერა იყო და მთელი ოჯახი ვიჯექით უყურებდით რა. ყველა ზვირადებული კლიპი. აი ხა რომ შეხედო რა ვიცი. ამან დაიყო იცი და თუ გახსოვთ MTV-ზე იყო კაკრას მე მგონი მაგ კლიპს რო უშვებდნენ მე იყო მეორე კლიპივით კონდოთ და ეწერებოდა რა დაჯდა რომელი მომენტი რა დაჯდა და მან და არის ეპიზოდია ვაზებს რო ამტვრევენ კეგლს თუ რაღაცას ესურიან ვაზებს და თითო ვაზა ღირდა რაღაცა $10,000 იცი და ძალიან ხარისხიანი ვიდეო იყო. ხუთარიანი რო დაედოთ აი რა პრობლემა იქნებოდა ვერ გავიგე. ახალი კონტი იყო ეგეთი ლინზებით და ეგ მაგ დუხში გადაღება ვიდეოების და ძალიან ეფექტური ვიდეო იყო თვითონ სკრიმის რა შავთეთრი თუ უბრალოდ ეგეთი პირველი კლიპი იცით რომელი იყო ის რომელი ითვლება Radio Gaga საერთოდ პირველი კლიპად რომელი ითვლება ახლოს ხარ ხო Video Killed Radio არა ეგ არის პირველი რაც MTV-ზე გავიდა Queen-ია ესე Queen Bohemian Rhapsody ითვლება რომ პირველი კლიპი არის ვაფშე ისტორიაში მიხედავთ იმის რომ Beatles-ის გადაღებული იყო აბარჟო კლიპად ითვლება რომ იმენა ესაა რა პირველი მუსიკალური კლიპი ითვლება რომ Bohemian Rhapsody-ია უცნაური მეც გამაგრა გამიკვირდა ანუ ცოტა უცნაური იმიტომ Strawberry Fields Forever იმიტომ ეს 75-თან თუ რაღაცა და არა 66-7 Bohemian Rhapsody 75-დან აი სამ ხო ბოდი ის რაღაცა ფილმური კლიპებია მის Beatles-ზე ხო ანუ ის კლიპად არ იყო გადაღებული რა და ეს იმენა კლიპადაა გადაღებული production-ის ამბავში იმენა კლიპი გადაიღეს ტელევიზიისთვის სატელევიზიო კლიპია და პირველი კლიპი გავიდა მე მგონი MTV-ზე Video Killed the Radio და ძალიან ლოგიკური კლიპი იყო მაგისტვის ზუსტად იგივე სვეტში ეგაა და მაგით დამთავრდა ვიცი მაგით დამთავრდა ის რომ არა რას გულისხმობთ რომ MTV ხო აიხურა ბოლოს ეგაუშვეს ხო ეგრე იყო კი ბოლო კლიპიც ეგ იყო პირველიც ეგ იყო ბოლოს ეგ იყო რა იყო ისინი და მიზეზი მის MTV-ს ჩახურვის
ალბათ აღარა პოპულარული რა. YouTube-ში შეჭამ, თქვენ შეჭამეთ კინოც. მე ხარ არ თვითავს მაინც ვოლონტე. მაგრამ ისიც არის კიდე მე მგონი რომ მუსიკაც ხო ძალიან შეიცვალა რამ ხრივ ვიცი რომ აი მაგალითად ჩემი აზრით ალბომების ჩემი აზრით არა უბრალოდ ეგრე არის რეალურად ალბომების ეპოქაც დამთავრებულია რა კი გამოდის კი უშვებენ ალბომებს ბენდები მაგრამ აქტუალურობა აღარ აქვს იმ ხელა რა როგორც ადრე ქონდა რა ადრე ალბომს რო გამოუშვებდა ვიღაცა რამ ხელა ამბავი იყო და ეხლა აღარ არის მნიშვნელობის აღარ არის მაგრამ მსმენელი მაინც არის მაგრამ მე მინდა მე ჭირდება ვიცი შიგნიდან რაც ხდება რა აი ნახეთ თუ დააკვირდებით როგორ უშვებენ ალბომს თქვათ ბენდმა გადაწყვიტა რომ ალბომი გამოუშვას და ანონსი არის რომ აი ალბომი გამოვა. შედიხარ ეს დეუს ალბომი და განაცრისფრებულია რა. და ჯერ ერთ სინგლს დადებენ. მერე მეორეს და ესე ნელა ავსებენ რა. და ჩვენთანაც უკვე ხრჩევა არის. დიჯიტალზეა გადასული ბოლომდე რა. ხო, ანუ ალბომი არის დროფება რა. სინგლებად გიდებენ და პროსტა მერე იკვრება ალბომში რა. ხო და ისა ცოტა საწყენია თან, იმიტომ რომ ძალიან როკ მუსიკაში მით უმეტეს ალბომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს კონცეპტუალურად ერთმანეთში გამეორება. ეს რეალურად იმდენი მუსიკა იკეთდება, რომ აი მართლა ხადურასნაირი მანიაკი უნდა იყო, რომ აი ეგრე უსმინო პროფესიულად პროფესიად იქციო და უსმინო მთელი დღეები, რომ ისეთ რაღაცებს უსმენს. რა დღეს მოუყევი რა სანამ აქ მოვდიოდი ეგრე. ხო ეგ ამბავი მოუყევი რომ ედო ერთხელ, კაუჩი მე ძალიან მევასებოდა ისა. მაინტერესებდა სერიული კილერები რა ამერიკაში რაღაცები ტებანდი და რაღაც. ის Mindhunter-ი ნახე ძალიან კაი სერიალია მაგაზე. ხო არ მინახავს ეგ ვიცი მონიშნული მაქვს და ერთ-ერთი სერიული კილერი იყო ეგეთი Night Stalker-ი იყო რიჩარდ რამირესი 80-იან წლების ბოლოს იყო 90-იან წლების დასაწყისში. და სიმღერა ხადურს ედო სიმღერა და ეწერა რომ ესო Facebook-ზე ქონა დაშერებული და ეს არის საუკეთესო სიმღერაო წელსო რაც დაწერილაო რა. და სიმღერას ერქვა პარამეტრები აქვს ხო? და სიმღერას ერქვა Richard Ramirez died today from natural causes. იცით ეგ სიმღერა? არა. არისო кай სიმღერა რა ვიცი მე რო ჩავრთე кай სიმღერა არის არ მომეწონა. და პროსტა მალქედან გავიგე Richard Ramirez-ი თურმე დაბრედილა ბუნებრივი მიზეზით ციხეში, იმიტომ რომ ტიპი სიკვდილი ქონდა მისჯილი და 20 წელი იცხოვრა ციხე, ცოლი მოიყვანა, ბავშვი გააჩინა და რაღაცები და ციხეში დაიბრიდა თავის ისე რომ ვერ მოკლეს რა და მაქენა ხადურზე სულ ეგ მახსენდება ხოლმე რომ მაგისგან გავიგე დაუცრავ. რაუცრავი ამბავი ხადურისგან გავიგე რომ Richard Ramirez-ი მოკვდა. ხადურას ევასება უცნაური რაღაცების გაძრობა. ერთხელ რა მითხრა იცი? შენი საყვარელი ბიტლი ვინ არისო რა და ნუ ხა ფიქრობ რა ბესტი უნდა გეთქვი. ხო და ჩემი ბესტი. ჩე მეთქი მე რა ანუ სრული სერიოზულობით მებაზრებოდა მაგას. და საყვარელი ვინც არის სპიდ ბესტზე ლაპარაკი ბიტლსის პირველი დრამერი. ო რინგომდა დრამერი. და ფლოიდებიდან ბარეტი, ბარეტი კიდე კიდე შეიძლება რაღაცა. ერთი ალბომი მაინც აქვს. გაკაიფო Pink Floyd-ზე? კარჩე ჩვენ community-ში აგორებულია რომ სადღაც თქვი რომ მეთქი ხო ზღაი ცოტა რო უტრირებ რომ მეთქი მე Pink Floyd-ი არ მევასება თქო რა. და არის აგორებული პონტი რომ ნიკას Pink Floyd-ი რა პონჩი არ ევასება რა და მეც ბოლომდე ვაწვევი მაგას რა. მუსიკოს ადამიანს. აი როგორ შეიძლება მუსიკოს Pink Floyd-ი არ ევასება? სხვათა შორის აუცდი რაღაცნაირად Pink Floyd-ს. ხო. და ნუ აი სინგლები რაღაცები ვიცი ხა ლიკას ევასება Pink Floyd-ი და ხან პლეილისტებში აქვს და რაღაც სინგლებიცი, ანუ ალბომებად ესე არა. მართლა? ანუ მოსმენილი მაქვს, მაგრამ რა ლერ მოახერხე? არ ვიცი, აი ამცდა რაღაცნაირად. მაგრამ შურ შენი დო. ხო და იცი რა მინდოდა მე? რომ მინდოდა ისეთი კაი რაღაცები გელოდება წინ ალბომებს ჩაუჯდე რომ ვაუ, ვოლი არ მოგისმენია მთლიანად ესე ვთქვა. არც Dark Side. Dark Side ერთხელ მოვისმინე. თავიდან ბოლომდე. ხო. და რაღაცა ახტუანებული არ ხარდი და თო. ხო და ჩემთანაც არ ყოფილი. რა მინდოდა ის ჩვენ მქონდა რამოდენიმე გადაცემის წინ Beatles special რა. ხო, ვიბაზრეთ Beatles-ზე და მინდოდა რომ ვინმე მოვიდეს და Pink Floyd-ზე იბაზროს, იქნებ დამავას და შენ ხო არ ხარ ეგ ადამიანი შემთხვევით. ნუ თავს ვერ დავდე, თუმცა რავი, Pink Floyd, ხო, ნუ Pink Floyd კარგად ვიცი. ამბობ რაღაცა ეხლა. Pink Floyd კარგად ვიცი კი. აი ცოტა ცუდად ვიცი შედარებით საწყისი წლები. Pink Floyd მე ბავშვობაში მქონდა შემთხვევები, რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ არიან ეგეთი Pink Floyd-ის die hard ფანები, რომლებიც თვლიან, რომ Pink Floyd-ი ნაღდი არის Dark Side-ამდე რა. დაჟე Atom Heart Mother-ამდე, Dark Side-ამდე. იმის მე პაპსა, აი მეტალიკაზე იყო თმა შეიჭრეს ეგენი გაიყიდნენო, ეგრე იყო რომ იმის მე Pink Floyd, აი ყლეობა, ამდენ იმის მე არის ჩემთვის
ყველაზე არაქვეყნიური მუსიკა რაც შექმნეს ამ ტიპებმა Animals-ში, Dark Side-ში, Wish You Were Here-ში და Wall-ში ამ 4 ალბომში. თუნდაც მე ისიც კაია დანარჩენი ალბომებიც, მაგრამ და პირველი წლების ეს ცოტა ფსიქოდელიური მუსიკა რა აქვს, როცა კონდათ და იქ ბარეტის პერიოდი რაც იყო და მე რო გააგდეს და წავიდა და რაღაც. ეგენ ისე კარგად არ ვიცი. აი რას მოусმინო დღეს საღამოს მითხარი აბა. აუ ჩემი კაი. Animals. ის ცხოველთა ფერმა გაქვს აკითხული იმის ორველის. კი. მაგაზეა ალბომი Animals. ხუთი სიმღერაა სულ. პირველი და პირველი და ბოლო სიმღერა პატარებია, 2 წუთიანები და შუაში არის 3 Dogs, Sheep და Pigs. Dogs, Sheep და Pigs. ანუ იმის და არის 15-16 წუთიანი თითო. სასწაული კომპოზიციები, აი მუსიკალურად, რავი, სასწაული კომპოზიციები. კაი, Animals უსმენ დღეს. ოღონდ იმითი ტექსტით. ტექსტ ჩავრცა. მართალი ხარ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ნუ ციგნზეა და თან ხვდები ტიპაჟებზეა ადამიანების, ამ მით უმეტეს ფერმი რაზეც არის იმის ტიპაჟებზეა და ძალიან კარგად არის. იშვიათია რომ აი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც არის ციგნის მიხედვით ან ციგზე დაწერილი, ყველა ხო არ გამოდის ხა თლად კარგია. Ramble-on აქვს იმას ხო, Led Zeppelin-ის იმაზე ბეჭდების ძანებელზე, მაგრამ არ არის ყველაზე კაი სიმღერა Led Zeppelin-ის ახლა ვინა თუ არა Ramble-on. უბრალოდ რომ იმაზეა ასწორებს, მაგრამ ეს თან ამავე დროს ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია რა. მუსიკალურად არის სასწაული. We'll see. ნახოთ. მაგის მერე Wish You Were Here-საც ალბომს, Wish You Were Here სიმღერა ხა ის არის ამბავსა. ვიცი სიმღერა კაცო. მანდარი Have a Cigar არის და ნუ ის არის Shine on a Crazy Diamond-ი ხო. აი ეგენი ვიცი. Have a Cigar-იც ვიცი. Have a Cigar. თელი ალბომი ეგ არ გინდა მაშინ. მაშინ Walls-საც ოღონდ ისევე ტექსტებით და თელი თავისი იმითი რომ ეს არის მუსიკოსზე ფაქტობრივად თავის თავზე არ Roger Waters დაწერილი და არის ადამიანზე, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყება ნელ-ნელა და ნელა როგორ ენძრება და საზოგადოება როგორ რიყავს და ეს როგორ რიყავს საზოგადოებას თავისგან და როგორ იშენებს აი ამ კედელს გარშემო რომ ყველასგან იზოლირებული იყოს. ეხა ფსიქოთერაპიის სესიის დაემსგავსა, იმიტომ რომ რაღაცები ამომიტივტივდა რა და ეხა გავაცნობიერე რომ ღრმა ბავშვობაში ვიღაცა კერძო უყურებდნენ Walls ფილმს. და მე მახსოვს რომ მაგრა დავითრგუნე რა. ბიჭო მეც რატო იყო? იმიტომ რომ ბავშვები და იქ რაღაცა მძიმე მომენტები არის ესეთი ხო? მახსოვს რომ აი ძალიან დავითრგუნე და ეგ ხო არ არის თქო მაგან ხო არ დამტრამვა რა. იმიტომ რომ როგორც კი ამბობ Walls რა ცუდ ხასიათზე ვდგები რა. გახსენდება ბავშვები რომ სახორცაკებში ვარდებიან. ეგ სიმღერა Another Brick in the Wall Part 2 რაც არის. ყველამ რო იცის, აი ყველამ რო იცის, აი მართლა გამაღიზიანებად ყველამ რო იცის. აი როგორც კლაპტონზე ვიბაზრეთ წერან და ვიღაცეებზე, აი მაგ სიმღერამ Pink Floyd ძალიან ცუდი საქმე გაუკეთა რაღაც დონეზე. ძალიან მაგარი სიმღერაა. მაგ ალბომში, მაგ კონცეპტუალურად ძალიან მაგრაზის, იდეალური სიმღერაც არის შეიძლება მაგ იმისთვის ის თმაც უნდათ მაგ მომენტისთვის, მაგრამ მე რო აი მოჭრეს ეს ფილმიდან და კლიპად რო გააკეთა ვიღაცამ და რო გაუშვეს MTV-ზე, დედაუტირა, იმიტომ რომ Pink Floyd-ი ვიღაცას რო ეტყვი, ეგ გონიათ. რაც ნუ ამ დროს არის აი Echoes-ი. Echoes რო გაქვს მოსმენელი? აი, მაშინ სანამ Animals მოусმენ, იქამდე Echoes მოусმენ. ოკეი. ოღონდ თუ გინდა даже ვიზუალი ჩართე Live in Pompeii-დან, Pompeii-ის ეგ ნანახი მაგ ოღონდ ისე გაკვირით რა. ხო, და ვიზუალურად ძალიან მომწონს რაც ხდება. მაგარი ვიძე არა, აქ კარგად გავლილი, ანუ არის და Pink Floyd-ზე თავის თავზე. რა უცნაური ეს ვალერა. მამაც შემი ხო რაღაცა არ იყო დიდად მაგაზე. ყველა Echoes-ი ჩარტე. მაშინ ვიზუალი არ გინდა, უბრალოდ Echoes მოусმინე ჯერ პროსტა. Live-ს მოусმინო? არა, ჩვეულებრივ ალბომიდან Medal-შია თუ არ ვწდები. პროსტა ალბომიდან ჩარტე და მოусმინე და მე Animals ოკეი. მიღე. Echoes-ზე მქონდა ის ნეაპოლში რომ წავედით, წაგვიყვანეს თუ რაღაცა. ხვიჩა რო იქ თამაშობდა. თვითფინანსში შოქს ყველა და გაგვიშვეს და ნუ მე ნეაპოლში ჩავედით, თამაშზონა დავესწროს, მაგრამ თან პომპეი აქვე რა და მეთქი უნდა მივიდეთ უეჭველი. და რო წავედით, მივედით. ამა ჩემი მყავდა წაყვანილი და მეთქი აქ სოსო, შენ არიცი ალბათ, მაგრამ კი პომპეი იცის ახლა ясნია თელი ცხოვრება ესმის და იცის ეგამბავი მაგრამ აქშენ ხარ ეცი მაგრამ Pink Floyd-ი უკრავდა თქო ეს გადაირია ახლა შუაშია ვულკანი ამოიფქვა ხალხი და მოკვდა 2000 წლის წინ რაღაც ცოცხლად არიან ჯერ კიდევ მეთქი აი ამფითეატრ უნდა ვიპოვოთ ახლა თქო და გავჭ ვეძებ და მოვძებ და ვიპოვეს ამფითეატრ და მივდივარ და მივედი და
ჩავდივარ ესეთი სასასვლელია და ხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს უკვე მართლა და ესე უნდა გავიდე და გავდივარ იმ ტერიტორიაზე სადაც აი live in Pompeii ჩაწერილი და მანდ უნდა გავიდე და გზაში უნდა მივიდე ფიქრობ უცებ აზრი მომივიდა რომ მეთქი დეგენერატი ვარ მგონი რა იმიტომ რომ ამხელა ისტორიის იმაში ვარ რა ქვია ნამახში ფაქტობრივად და ქალაქია რა დიდი ქალაქია დღემდე რა ჩახვიდე იცხოვრებ და ამხელა რაღაცა მოხდა ამხელა ტრაგედია ამხელა ისტორიული მნიშვნელობა აქვს დავტვირთვა რა Pink Floyd მეთქი მე მგონი просто სულელი ვარ არა ეგ ხო და როგორ იმას მიქცეს ის ეტყობა ბევრს ქონდა შეიძლება ეგის მოსაზრებები ეჭვები ან რაღაცა ხო და გამიქაწყლეს როგორ იცი რომ ჩავდიოდი რომ გაუხვია და რომ უნდა გავსულიყავი ამ რომ დავინახე უკეს მოედანი და რომ უნდა გავიდე მარცხენა მხარეს რაც შეღრმავება იყო დიდი და რომ გავხედე Pink Floyd-ის პლაკატები ეკიდა ძალიან ბევრი და წარწერები რომ აქ Pink Floyd-ი უკრავდა 69-ში და რაღაცა მეთქი ყო ახ მარტო არ ვარ თურმე არ ვარ რა დეგენერატია სენს აფასებენ და რომ გავედი ამ ჭირდა იცი Pink Floyd-მა შეჭამა ტრაგედია იყო ხო არა ამ ჭირდა იცი რომ გავედი მართლა რომ ვიდექი მე თან ანალიზი ორნერი ის ქონდა რა ერთი რომ 2000 წლის წინანდელი ამფითეატრია და აი ვიღაცა ტიპები აქ 2000 წლის წინ ისხდნენ და რაღაცა სპექტაკლს უყურებდნენ ან შეიძლება არ ვიცი ლომები გამოყავდა და ერთმანეთს რამდენ არ ვიცი რაღაც აკეთებდნენ და მე მეორე რომ Pink Floyd-ი უკრავდა და აქ რაღაცა გილმორი იდგა და ძალიან ის ქონდა რა მიხედავ იმისა რომ ხა ეგეთი ის არ მაქვს ხოლმე ადამიანებზე არ ჭედავ ესე რომ რაღაცა ის იყოს ვაშკლავზე და რაღაც მაგრამ აი ეს რომ აქ დაუკრეს ტიპებმა და ის რომ გააკეთეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენსაც ფეხებზე გედია ვიცი ანუ ნახოთ რა არა მართლა მე გქონდა იმაში რა ქვია რა კი ბავშვობაში მაგრამ დიდი ბენდებიდან რომელიმეს აცდი კიდე ეგრე როგორც Pink Floyd-ს აი თქვა Zeppelin-ს Black Sabbath-ს მე Black Sabbath რომელსაც ყველას მართლა ვა არც მე ხა შე როგორც იძახი რომ აი ეს ალბომებად ნასმენი ყველა არ მაქვს ვა Zeppelin-ი კი Zeppelin-ი მაგრამ მას Sabbath-ს აცდი Sabbath-ს აცდი ხო მაგას გეუბნები ანუ აი 60-იანებიდან 90-იანებში გადავხდი ეგრევე რა ოკეი ხო აი გარმქონია რა იმიტომ რომ აი ეს ბავშვობაში Beatles-ი როლინგები დაჟე როლინგების არა ჰუ არა ვა კაი რაღაცები ისე რომ ამბობდი სიდ ბარეძეო გამახსენდა მამა ჩემი ამბობდა რომ როლინგები მარტო ბრაიან ჯონსამდე. ხო, ბაზარი არა, კი, 67-ში. ოღონდ ბრაიან ჯონსი მან არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ არაფერს არ უკრავდა ტიპი, პროსტა დაემთხვა სიტარაზე უკრავდა ხოლმე ხანდახან, ხო. ჯონსი ისა პირველი წევრია 27-იანების რეალურად, ეგ იყო 27-ის რომ აქედან დაიწყო. მე მეყვნენ მორისონი, ჯოპლინი, ჰენდრიქსი. კობეინი და მე ხა ის, ემი, ვაინჰაუს. ჯონსი ბევრმა არც იცის რეალურად, იმიტომ რომ მართლა Rolling Stones რომ დაშლილი იყო 69-ში მაგალითად, ხო? კაი, იტყოდი რომ ჯონსი მოკვდა და 2 წელს მე დაიშალნენ და 60 წელია უკრავდა ტიპები. იცი რა, ეხლა რომ უყურებ, მაინც ჩვენ სტილიდან გამომდინარე ტიპები უფრო გვევასებოდნენ, ვიდრე თქვა მუსიკალური თავისი რაღაცით და ცოტა აკადემიურად რაც აღიქმებოდა და ყველა ეგ აკადემიურ მუსიკად აღიქმებოდა უკვე. ან კლასიკური როკი ეგეთი იყო. Pink Floyd-იან ზეპელინიანი მენამენ და ამიტომ ეხლა ჩვენ შიგნაკრავი მუსიკოსების იმიჯები უფრო გნუსხავდა და მე შესაბამისად ყველაფერი რაც ხო 2000-იანებში ვინ იყო ეგეთი თქვათ იყო ვინმე? არა ვინ საერთოდ 2000-იანებში მე მუსიკას ალტერნატიულ Queens of the Stone Age. ხო. ნუ იცი კარგად. ფრანც ფერდინანდის ხო ეგ პერიოდია დაახლოებით. ფრანც ფერდინანდის ეგ პერიოდი. ფრანც ფერდინანდის კონცერტზე ვიყავი ახლა ფრანც ფერდინანდის. ცოტა ხნის წინ. ძალიან მევასე. ფრანც ფერდინანდის მევასე. მაგათ მოусმინე. შემთხვევით მოусმინე იმას, ნუ Take Me Out-ს თავიდან რა თქმა უნდა და მე მეორე ალბომი რო გამოვიდა You Could Have It So Much Better ეგ ალბომი რო გადმოუწერე Beatles-ის ვაიბები წამოიღო რატომღაც Eleanor put her boots back on the list ყველა სიმღერა ძალიან კაი მთელი ალბომი ხო პირველი ორი ალბომი ფრანც ფერდინანდის ორივე ძალიან მაგარი მე არც ვიცი რა მოხდა მე აღარ ვარგა ხო White Stripes-იც ჩვენიერი იყო ეგეც ეგ პერიოდია იდეურად მევასება White Stripes-ი მაგრამ აი No, White Stripes-ის ახლა Seven Nation Army იმდენად დიდი, აი ცოტა უტეხავს ხოლმე. იცი რა Seven Nation Army რო გამოვიდა ძალიან მაგარი ვეში იყო, პროსტა ისეთი უკნეს, იმდენი ატრიეს რომ მაგას ამბობ ის არის, აი ერთ ხანდახან ხო ეგრე უშვება რომ ცუდ საქმეს უკეთებს ერთის მეორე სულ ძალიან კაია მუსიკოსისთვისაც რომ ლეგასი აქვს ტიპს, ჯეკო აი თქო ძალიან დიდი არის ხო მუსიკოსი ძალიან მაგარია და აი Beatles-ის ამბავში საერთოდ ვიდეოები თუ გაქვთ ნახე, წამში რო სიმღერებს იცნობს, ეს იგიჟეა პროსტა. მან არავინ არ იცის რომ ერთი სიმღერა ეშლება.
ხო, კი, კომენტარში წერია, რა ასე. მოგდით თავში მაგ პერიოდს 2000-იანის ბენდებში. 2000-იანებში Strokes-ი, Arctic Monkeys-ი. უი, 90-იანებში, ალბათ ისა, Jeff Buckley-ზე რა არის. ტრაგიკული დასასრულით ეგ და მამამისი. არა, იცი რა, მე არ მიყვარს ხოლმე რაღაცა უცნაური ის მაქვს ისება რომ კავერი როცა უფრო პოპულარული ხდება ვიდრე აუ ალელუია მიზღება Jeff Buckley-ს ვაფშე მე კოენის მევასება ძალიან ხო მაგრამ Jeff Buckley ვაფშე სხვა რაღაცა და არ ვიცი ბევრი Jeff Buckley-ს ჩემთვის ალბათ ჰა Lilia Quine არის ჩემთვის Lilia Quine ეგეც Buckley-ზე ვიცი რომ ის მამამისი როგორც დაიღუპა თვითონაც ეგრევე დაიღუპა ძალიან უცნაურად ორივე დაიქჩო არა მამამისი გაიპარა გაიპარა ანუ რაღაც დაიპარა ახსოვდა თვითონ დაიღუპა ვიღაც ტიპები ახლა ვერ ვიხსენებ ძალიან კაი ის არის უცნაური ისტორია ეგეც ორი მუსიკოსი არის მკვდარი ერთ და იგივე ბენდის წევრები ერთი წლის ინტერვალით ერთი და იგივე ქალაქში ერთ და იგივე ქუჩაზე ორივე მოტოთი მაზე მე მგონი ხო და არ მახსოვს ვინ იყო დვაინ ოლმანი იყო შეიძლება აი ვერ ვიხსენებ ახლა დამოვიწყე თან ის როგორ ქალაქში იცი არც ერთი არ ცხოვრობდა იმ ქალაქში просто აღმოჩნდნენ ჯორჯის სტატია რომელიც ნახტია ეგ ბაზარი თუ ლეგენდა არა ნახე ჩვენ გვინდა სპეციალის გაკეთება მუსიკალურ ლეგენდებზე ძალიან კაი იქნება მერილინ მენსონმა რო ისინი ამოიღო ნეკნები რომ აი აგროვებს სხვათა შორის ეგ ძალიან კაი ეგ ვიდეო გამეჩნდა ბოლო პერიოდში ბევრჯერ შემხვდა ტიპი რო ბაზრობს რომ 90-იან წლებშიო რა თესლი ხალხი ვართო 90-იან წლებშიო მოვახერხეთო რომ თელ სოფლიოსო ინტერნეტის გარეშეო მოვდეთო ყველა მოჭორიო რომ მერლინ მენსონმა ნეკნები ამოიღო არ არის ეგ აუტომინეს იკეთებს ეგ სოფლიო ჭორია ხوارგას ამბობ ხო ამერიკელის ის იყო ამერიკელის მე ამერიკელის იყო რომ თელ სოფლიოში ჭორი გავავრცელეთო რა ჩვენმა თაობამო რომ იმიტომ ყველამ კომენტარებში შევიდეთ საქართველოსამდე ჩამოვიდა ბრაზილიაშიც ჩვენთანაც იყო ეგ ჭორი რუსეთში საქართველოში უკრაინაში ჩეხეთში პოლონეთში ყველა ჩინეთში ყველა მიცოდა მაგრამ ოზიზე მე რადაზოს მეგონა რომ ჭორი იყო და მე ნაღდი აღმოჩნდა ოღონდ გამიზნულად არ იყო რა იცი ეგ ბაზარი ოზიმ მოაჭამა ღამურას თავი ეგეთი ის იყო ლეგენდა იყო და ნუ იასნია ყველას გვეგონა რომ ლეგენდაა და აღმოჩნდა რომ ბიჭო სცენაზე ხო რაღაცებს მიგდებენო და ღერი ვარ და ვიღაცამ ღამურა ამოაგდა მგონია რომ რეზინის არისო და თავი მოვაჭამდა სიცხლი წამოვიდა მართალი აღმოჩნდა იმიტომ ჩარჩა მაგობრაში ბოლომდე მართალი აღმოჩნდა და ეგეთი ლეგენდები ბევრი არის ხო ისეთი რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად გააქარწყლო ეგერთი კაი იქნება მაგრამ ზოგს უხდება ეგაც მაგით იკეთებენ იმიჯებს ხო ქისზე არ არის არაფერი რატო არიან ეგეთები მაგათ ხო წაიშალეს მე ისინი ბიჭო რა ქისი ვაფშე არ მეხება არა ხომ არა ისინი რაღაც სტრანიო ბროზები ხო ოპია უბრალოდ როკი დაჟე რა ისე ბახალ შემთხვევით ბილეთების ჯის კითხვა ხო არ გაქვს მე არ ვიცი სად არის კითხვა გვიჟენ გაკითხვა მოკლედ ბილეთების ჯის კითხვა გვაქვს ასეთი რომელი ბენდი უნდა მოისმინო აუცილებლად სტადიონზე ან არენაზე იმისთვის რომ შეიგრძნო მასშტაბი მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რაც მისმენია რაც ყოფილა ლაივზე ყველაზე გამაოგნებელი რაღაც დონეზე იყო Waters-ის ლაივი ვოლის მაგრამ აი ეს ლაივში ერთი პასუხი მაქვს მიუზი ლაივ ბენდად იმიტომ რომ აი ძალიან მაგრები არის ევრისგან გამიგია ისეთებისგანაც ვისაც არ ევასება მიუზით ძალიან ლაივში ძალიან მაგარია ძალიან მაგრა უკრა უკეთესი არის დაჟე ვიდრე სტუდიური ვერსია რა იმიტომ რომ ბელამი ძალიან მაგარი გიტარისტიც არის ძალიან მაგარი ვოკალისტიც არის ლაივში ძალიან მაგრა მღერის აი განსხვავებით რაც ბენდებისგან ხა მაგალითად სიტყვაზე ფრანცური დინანდი რო ვახსენეთ ძალიან მევასება ძალიან მიყვარს მაგრამ ნუ ეთყობათ რომ ბენდი რო გააკეთა ამ კაპრანოსმა დაკვრა არ იცოდა ტიპმა გიტარაზე ვერ უკრავდა რა იჩხუბა ამან და იმ ბარაბანში დრამები იჩხუბეს თუ რაღაცა და ნაჩხუბრები მე ფაით კლუბის მსგავსად იმაზე იჯდნენ ტროტუარზე და ბენდი ხო არ გავაკეთეთო თუ რაღაცა დაკვრა იცი არა არ ვიციო და მე ისწავლეს დაკვრა თუ მაკარტისთან იჩხუბა მე მგონია და მიუზ ეთყობა რომ მუსიკოსები არიან რომ ძალიან მაგრა იციან ეგ ამბავი რომ ეხლა ჩვენ ეთყობას რომელიღაც პოდკასტში მივაჯვით მიუზ ესე გამოვიდა იმიტომ რომ ერთმა მეგობარმა მომწერა რომ ანუ მე ძალიან მიყვარდაო თავის დროზე და ნიკასო რატო არ უყვარს ეს ბოლო არის ბოლო პერიოდში გახუჭდა Radiohead-ის მოყვარული რადგან ვარ მიუზი რო გაიჩითა ჩემთვის ცოტა
გაიჩითა აი ეს ჰარმონიული კოპირება და თლათ ისეთი კარგი ვერა როგორც Radiohead ჩემთვის პირადად. არა, ბაზარი არა. მე ბევრი მაი გოიმურია მაგალითად ეგეთებიც ვთქვამთ. ხო, არა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ის არის რა, ბოლო ალბომები მეც არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა თან რაღაცა კომერციალიზმის ის დაკრავდა რა, თან აი ცოტა სუბუქი გამოსავალი რომ მარტივი გამოსავალი რომ გინდა იპოვო რა, რომ აი კარგი მუსიკოსი ხარ და შეგიძლია მარტივად დაწერო ეს სიმღერები და გამოსავალი ჩვენ არ გვიყვარს. ხო და აი მუსიკოსი იმისთვის დაიბადა რომ იტანჯოსო. ხო და ეგეც საბეჭდება დამჭა ბოლო ალბომებზე რა და მაგიტო არც მე არ მომეწონა. პირველი ალბომები რაც იყო, იქ თავისი დრაივით ძალიან კაია. მაგრამ ეს სტუდიური ვერსიები არა უშავს რა კი არა და ხა მე რა უნდა დავუწუნო მის კარგია. მაგრამ ლაივში კონცერტზე აი ძალიან შთამბეჭდავია და ძალიან მაგარია რა. და თან ბოლო სიმღერა დაუკრეს Nights of Sidonia. და ეხო ძალიან დრაივიანი სიმღერაა და მორჩა, რომ დამთავრდა, გარშე სტადიონიდან რომ გამოვდიოდით, რაღაც დალეწვა მინდოდა რა. ისეთი ადრენალინის მოზღავება მქონდა, რომ აი ვერ ჩერდებოდი. და ნახევარ საათი დამჭირდა, რომ დამშვიდებულიყავი. კიდე მეორე კითხვა არის ასეთი, რომ პირველი კონცერტი რაც ცხადად გახსოვსო, ასევე ბილეთები ჯისგან კითხვა არის. ცხადად მახსოვს Deep Purple-ის კონცერტი 2009-ში ბარსელონაში. შემთხვევით აი მივდიოდი. მართლა ამ ასაკში მაინც ისეთი არიან, შტაბეჭდავები არიან. ნუ წარმოიდგინე პირველი შემთხვევა პირველად გავედი საქართველოს გარეთ და რომ მივდიოდი შემთხვევით აღმოვაჩინე რომ იმ პერიოდში იქ რო ყოფილიყავი Deep Purple-ის კონცერტი ტარდებოდა და ნუ გავგიჟდი კინაღამ და პირველად დავესწარი ესე კონცერტს და თან პირველივე კონცერტი იყო გილანი ვნახე. ცოცხლად ესე რომ გამოვიდა ტიპი და იასნია რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ტიპი. კარგი იყო. თიაქაც ვიყავი კი იმაზე open air-ზე რომ მოვიდნენ. მანქანით რომ მოვიდნენ. იაქაც ვიყავ. მაგრამ ნუ აქ უკვე ისევ ხარ. აქ ნაყოფი ვიყავ. ანუ Deep Purple-ზე უკვე ნაყოფი. აქ Subway-ში უფრო გამისწორდა. ცოტა შორის. მაგ დღეს იყო ზუსტად Subway-ისმა დავუკრა მაგ დღეს. იცი რაზე გვინდა რომ ვილაპარაკოთ? მე მინდა მაინტერესებს ძალიან. ჩვენ ვართ რეალურად მაინც ესე გამოდის რომ ამ დარგში YouTube დამწყებები ვარ და ეხა ვერ ყვევით და ეხა ვითარდებით რა. ხო. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ჩემთვის უკვე ანუ სფეროებით საინტერესო ამ თემებით იწყებენ ასევე მაგის კეთებას და ძალიან რთულია ფეხი მოიკიდო რა ესე დამწყებმა ტიპმა იმიტომ რომ სპონსორი გინდა სანამ რაღაცა ნახობს არ დააგროვებ რაოდენობას იმას ამასთან იჭედება აი რო ჩავიდეთ მაგაში როგორ დაიწყე შენ როგორ განვითარდი დღეს რა რაოდენობაზე ხარ ასული ანუ გამომწერების და რა დროში რა ხდება, როგორ ხდება, რას დაველოდოთ, მოკლედ. ხო, ჩემი ისტორია, ჩემი ამბავი მაინც ბოლომდე რელევანტური ვერ გამოდის. მაინც შენი გამოცდილება ამ იმაში, სფეროში. აქ როცა გავიჩითეთ, თან მე მარტო არ მიქნია, მე და გიორგიმ გავაკეთებ და. არა, მშულობა. ხო, არა, მაგრამ მაინც ის იყო რა, ვიღაცა ტიპისთვის, რომელიც სიტყვაზე სახში ზის და ეხა იწყებს რაღაცას. იმასთან იმისთვის არ იქნება ეს ისტორია იმიტომ რომ გადმოგვყვა მაყურებელი იმიტომ ბექგრაუნდი მქონდა ხო ამ ტელევიზიიდან ლაივი რო ჩავრთეთ პირველი ნახეთ რა იყო ტელევიზიაში მაყურებელი ხო ყავდა თქვა ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში Facebook ლაივებს რო თავდით 1000 კაცი ვიყურებდა ხოლმე იქ ანდახან და თან ჩვენ პირად გვერდებზე ვთავდით ხოლმე იმაზე კი არა ტელევიზიის და მე YouTube-ზე თუ დავიწყეთ ამ YouTube-საც გამომწერები ყავდა ერთი მაშინდელი დროისთვის არ იყო ცოტა 20000 ყავდა თუ არ ვცდები არხს რა გამომწერი და რო დავიწყეთ 500 კაცი გვიყურებდა ეხლა რომ ვიღაცამ პროსტო ლაივი შარტოს 500 კაცს ვერ მოაგროვებს ძალიან დიდი ხანი ლაივში იმიტომ რომ ძალიან დიდი რიცხვი არა პატარა რიცხვი და ჩვენ თავიდანვე გქონდა იმიტომ რომ ნოლიდან არ დაგვიწყია ასე ვთქვათ რა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რა თქმა უნდა იმის მერე დრო გავიდა გამომწერები 20000 ყავდა არხს თუ 30000 ახლა 256000 არის არ ვერ ხვდები მაგ ციფრებს ხო 10000 გამომწერი ყავს და გვიხარია ხო მაგრამ ახლა დაიწყეთ თქვენ ახალი დაწყებული გაქვთ შედარება შენ რამდენი წელია ხარ აუ ნუ დაახლოებით მარტო შაბათობა გადაცემა გვაქვს 7 წელია ლამის მე 7 წელია და იქამდე კალაკეთებ და შემთხვევაში 20000-იან პლატფორმა იყო უკვე არსებული კი მეტი დაჟე მე ვარ მეტი შემეშლება აი მატება რამდენ ხანში დაიწყო როგორ არის იცი რაღაც პერიოდში ძალიან დიდი ვარდნა შეიძლება იყოს აი უცებ ავარდეს და მე ჩერდება აი ხა ანუ ეგრე შვება რა უცებ და ჩერდება მე როგორ უნდა მოახერხო რომ ზრდა დაიწყო ანუ გინდა რო ანუ ნახე რას გეუბნები სპონსორები ხო გვინდა არა კი მაგრამ არ უყურებენ აუცილებელი არ არის ყოველთვის იყოს ნახვაზე
არა, აშკარად ეგრეა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი სპონსორი არ გვეყოლებოდა. იმიტომ რომ არის შემთხვევა, რომ ეხლა მაგალითად ვიღაცა კომპანიას ძალიან უნდა ერთი ხარისხი აინტერესებს, მეორე ადამიანი ვისთან ასოცირდება. ზუსტად, ანუ იმიჯი. ხო, თქვენთან რომ მოდის ვიღაც კომპანია, იმას უსწორდება, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ და არა იმიტომ რომ 300,000 ნახავ გაქვთ. ეხლა ვიღაცა შეგიძლიათ ყოველ გადაცემაში ვიღაც მოიყვანოთ და კერდი დაალაგოს მაყურებელს და ტრაკი დაადოს მაყურებელს სიტყვაზე თავზე და ნახვები ექნება ძალიან ბევრი. მაგრამ არ გინდა ხო ეგა და მაგიტო კალას ხშირად აღკნა თქვა მაგალითად რომ ჩვენ 246,000 არაა ცოტა ძალიან ბევრი გამომწერია, მაგრამ არხები არის რომელსაც უფრო მეტი წავს და ბევრი არხია ეგეთი, რომელსაც მეტი ყავს უფრო რა. მაგრამ რეალურად არც გვინდაო რა, რომ ყავდეს აი თქვა 700,000 ძალიან დიდი ის არის რიცხვია უკვე და ძალიან დიდი პასუხისგებლობის გარდა არის უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს და არ გინდა ეგ რა. გირჩევნია რომ ეს community რომელიც არის ნეონლა გაიზარდოს და ის ტიპები იყვნენ შენთან ერთად, რომელსაც შენ ევასები და რაღაცა იმას ნერვებს არ მოგიშლის. რაღაცები რაც გაგვივარდა რა და უცხო ხალხმა რომ ნახა გადაგვიარეს რა. ანუ ფეხი რატო გიდევსო მაგიდაზეო და ეხა ჩვენი მსმენელი ეგეთ რაღაცა არ იკითხავს. არ აქვს სურადღებას ახლა ხო. ფეხი რატო გიდევს მაგიდაზე. იცი რა არის კომფორტია ის რომ ეს ადამიანები ვინც ვიყურებენ უყარ ხარ და მართლა ეს თემა აინტერესებდა, ნუ რაღაცა ბაბლის ნაწილია ხო. ხო და YouTube-ის მუღამი ეგ არის რა, რომ განსხვავებით სხვა პლატფორმებისგან YouTube-ზე როცა გამომწერი ყავს და როცა გამომწერი არის ტიპი და შენ მაყურებელია იმას ევასები რა და მაგიტო გამოგიწევ, მაგიტო გიყურებს. და ეგ ტიპები გინდა რა, არ გინდა პროსტა რაღაცები გააკეთო იმისთვის რომ პროსტა მოიზიდო ხალხი და ნახვები გაზარდო. ეგ არ გინდა. კიდე იცი რას ვფიქრობ? ანუ რაღაცა ორი ამბავი აქვს მაგას რა. ერთი ის რომ ეხა ის ჩვენი 20,000 ფარგლებში ისეთი რა, ძირითადად 20,000 ნახვა აქვს რაღაც დროში ვიდეოს რა. ნუ მე მგონია რომ იქიდან რამდენი ხანი არის დაიწყეთ? ცოტა ხანია. საფრთხეში დავიწყეთ. არა, დიდი დროა. საერთოდ არა დიდი დრო. პირიქით, მე მგონი კარგად მიდიხარ. ამ ეტაპზე კარგი ის არის და მომწონს რომ ანუ მე ადამიანები ვინც მეტნაკლებად ურთიერთობაში ვარ, იმაში ვარ მომწონს პროფესიულად თუ იმით, ამიტომ ყველა გვიყურებს. ეგ ძალიან სიამოვნებს. მაგის იქით ახლა ადამიანები ვინც მოდიან და აი თქვათ ილუშკას და რაღაცა რამოდენიმე გადაცემა იყო რომელსაც ასევე თავისი ცოტათი უფრო კონსერვატიული ბუნების ნაწილი მოყვა აი დაგვიწყეს ეგეთი შენიშვნები რაც არ არის ჩვენს რელევანტური რა ანუ არა და რამდენი დასაჯმელი გვაქვს ხო მაგრამ ნუ ეგ არის ფეხზე დაგვაჩვენეს დაჟე ახლა თუნდაც ის რომ რაღაცა შენიშვნები რაც არის რაც იდეაში მისაღები არის მაინც ახლა ვიღებ როგორც შენიშვნას მაგრამ არ ვარ თლათ ვალდებული იმიტომ რომ არ ვარ პროფესიონალი ან წამყვანი ან ეს ან ამიტომ ჩვენ როგორც შეგვიძლია ხო შენ აკეთებ შენ პონჩი ამას და როგორც გისწორდება ისე აკეთებ და როგორც ქსიამონებს და მაგიტომ მოწონთ რომ ჩვენ ქსიამონებს ამის კეთილ და არა იმიტომ რომ ეს უნდა გავაკეთოთ ფულის გამო რა თქმა უნდა იმას აქვს თავის დამატებითი мотиваცია ფულს მაგრამ უფრო ჩვენი მუღამით ვაკეთებთ ესე დაიწყო ეგ არის თავარი რა ეხა ისიც ალბათ ჩემი ეხა დავფიქრდი რომ შედიხარ YouTube-ზე და ვიღაცები იწყებენ რაღაცა დრო ეხა ახალ ტიპს რომელსაც თავის კაპიტალი არა აქვს თქვა სოციალური ის ხარ რაღაც ბევრი დრო წაუვა და თან თუ არა გამორჩეული ან ქარიზმა ან რაღაცა ისეთი ნიშანი მაშინ შევაზრდით არ კონდეს კი რთულია მაგრამ ყველა უნდა თავისი ცადოს მაინც იმიტომ რომ ნავი რატომაც არა ხო და საბოლოო ჯამში ეხა ბევრი დაიწყებს რაღაც დროში გადაიფილტრება და მე განსხვავებით მაინც 10 წლისგან ეხა უყურებ უკვე წამოვიდა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო სფეროებზე თემებზე მოლაპარაკე პოდკასტები რა რაზე მაგალითად რავი ეხა მაგალითად კინოზე დაიწყო 4 კედელი იყავი შენ კი ვიყავი კი მაგალითად მუსიკალური პოდკასტები წამოვიდა ასევე ბევრი. ეგ ძალიან კაია, კი. დამოკიდებულებაზეა საინტერესო. დამოკიდებულებაზეა გაბედი არის ძალიან კარგი. რაღაცა ბევრი, აი ესეთი ცარიელი ნიშები დაიკავეს ადამიანებმა და ყველა ის არის, კაია და ლოგიკურია რა, იმიტომ რომ სადაც ერთი 2 წლის წინ ვლაპარაკობდი მაგაზე, სადღაც არ მახსოვს სად ვიყავი. რომ ძალიან ბევრი ჯერ კიდე არის, ძალიან ბევრი ნიშაა, მართლა შესავსები ქართულ რეალობაში ვიყავ, იმიტომ რომ ეხლა იქ საზღვარგარეთ ევროპა ამერიკაში YouTube-ზე ყველანაირი ნიშა დაკავებულია უკვე, თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ტიპმა ეხლა დაიწყოს არ აქვს შანსი რომ დავიდეს. შეუძლია თუ კარგი გააკეთა და მშლობა ტიპი ნებისმიერი ადამიანზე მოვაპარაკე, უცად რა ქარიზმით მოდის და რა ისა. ყველას თავარი ეგაა რა. მაგიტოს ყოველთვის ისაა ხოლმე რომ ნიშნულოვანი თან არის YouTube-ზე მაგალითად. სადაც ხა ეს რა ტელევიზია ხო, სადაც პროდიუსერს ან ტელევიზიის უფროს უნდა მიყიდო პროდუქტი და ის მე დაგთანხმდე, ოღ რა კაია შეინჭირიმე და მოდი აკეთე გადაცემა და შეგიძლია 2 წელი გადაცემა ისე აკეთო, რომ კი რეიტინგი შეიძლება წეროს ან არ წეროს, მაგრამ იმას თუ ევასება, მაინც გავა ეს გადაცემა. აქ არის ხალხი გაფასებს პირდაპირ და აქ ხალხი რასაც აფასებს, რასაც ზავამუღამეთ არის ის, რომ ადამიანი
ადამიანს აფასებენ პირველ რიგში, ის რამდენად საინტერესოა ეს ტიპი და ავთენტური არის თუ არა რა. თუ აი ის ხარ არაავთენტური თუ არის ტიპი, ეგრევე ამუღამებს აყველა რა, ეგრევე ეთყობა რა და მაგიტო შენი თავი როცა ხარ, ეგა არა ყველაზე ის შენ მარტო ჯდარ ხარ პოდკასტში? მარტო არა. ანუ არ გაქვს გამოცდილება. მაინტერესებს ახლა მე მარტო გინდა რომ მტეხა. იცი რა, არა, პირიქით ახლა მაგას ვიძახი რომ მე და ამის დუოს აქვს ქიმია, ესეთ ბავშვობის დროინდელი მოყოლებული და მე და ეს რამდენი რაღაცა ვქენით, იმდენი გავარდა. სულ ანუ აი გამოცდილება აქვს ჩვენ ურთიერთობას ისეთი რა გამოჩვენა. ხო და მე მგონია ახლა მაგას ვფიქრობდი გაგრას რომ ჩვენ რომ მარტოები ვიждდეთ, თქო აი მართავიდან ფიქრობდით რომ დავიწყეთ ჩარშალა. მაგრამ რომ მარტო მე ყოფილიყავით ცალკე. ექნებოდა რაღაცა ისა ნახვაც, მაგრამ ისეთი ეფექტი არ ექნებოდა. ეს ეხა რაც ამან გააკეთ ამ ისტორია მეგობრობის და მთელი ამბავი, მთელი დრამა არა, кайფობენ ჩვენთან ერთმანეთს რომ ყვენთ და რაღაცა ვზივართ, რომელსაც გვიყვარს ეს პონტი. და ნუ ეგ არის. ფაქტობრივად ჩემს დაკალას ლაპარაკობ ესე. დუებს ეგ მუღამია აქ რა ურთიერთობა რომ გიჩხუბიათ. ანუ ლაივში გვაქვს ნაჩხუბარი, ის რომ გადასე მე წავედი. გადასე მე წავედი. თქვენ ლაივში ჩვენთან ჩვენ ის გვაქვს რა ქვია ფუფუნება გვაქვს რომ სად რა გიჩხუბია და ნუ ასნია მე გოგა ჭრის მაგას. ნუ აი კალა და מחარა მაგალითად თუ პოდკასტზე ეგრე არიან, იქ იწერება ის პოდკასტი კიდე კაი იწერება, იმიტომ რომ מחარას ისეთები აქვს ნათქვამი და ისეთები ამოჭრილი რაღაცებიდან რომ აი რავი აი ხო, მაგრამ ნუ რაღაც პონჩი მოსულა და მაგას აქვს მუღამი. არა, ხო, მაგრამ ჩვენ ლაივში ვართ და ლაივში გადაცემიდან ვარ წასული ერთ-ერთიდან მართლა. ოღონდ ისეთ ყლეობაზე ვიჩხუბეთ, აი ისეთ ყლეობაზე ვიჩხუბეთ, აი ვერ აგიხსნე. ეხა რო უყურებ? აუ, რაზე ვიჩხუბეთ, იცი? ფეხბურთს ვინ უკეთ თამაშობს? ხო, მართლა. მართლა. მაგრამ მანამდე წინაპირობა ექნებოდა გაღიზიანება დღის. იმ გადაცემაში დაიწყო ეს გაღიზიანება და ბოლოს იქამდე რომ ბოლოს და აუდიქე წავედი რა, ნახო იმეთქი. ყველას მგიდია, თქო, დავედი. იმდენად შეურაცხყოფელი იყო საერთოდ დიდი ნახვა არ ხონდა? მოუჭერით მე მონაკვეთი ამოვაგდეთ თუ რაღაცაში გავაკრეთ ნახო, იმიტომ რომ ძალიან სირცხვილი იყო, მაგრამ ნუ ვიღაცებმა იასნია მოარწეს და სადღაც ამოჭრეს და დადეს. ხო, მაგრამ იქ სკანდალებს თავის. ხო, მაგრამ რა გვინდა ახლა, არ გჭირდებოდა არაფერში რეალურად რა. ნახვები პას თუ ისე მაინც გვაქვს. ჩვენი ჩხუბების კომპილაცია გააძრა. რა კატათაგოვანა რა და დავაგე. საახალწლო კურიოზები. ხო, და ეგ ჩვენს ბევრი ქონდა ძალიან და ისეთი მომენტებიც არის რაღაცა რომ შემოინახა ისტორია, ასე ვთქვათ, YouTube გადაცემების, მაგრამ ხო, მაგრამ მარტო არა აქ ისეთი ეფექტია. ცოცხალია და ეგ ძალიან საინტერესოა თავის ყველაფრით. რა თქმა უნდა. მაგას ეგ ევასება ადამიანს რა რეალურად. ეხლა მარტო მე და კალა ვზივართ იქ ფეხბურთზე ეს გადაცემას ვეძახით თუ ფეხბურთზეა და 3 საათის განმავლობაში ხანდახან ფეხბურთი შევა ვაფშე აფერი არ ვთქვათ რა ყველაფერზე ვილაპარაკოთ ფეხბურთის გარდა და ეს ხალხი ვიყურებს ეს არის თავისუფალი ფრენა ნებისმიერ თემაზე და ადამიანი რო გიყურებს პირველ რიგში მაინც ამუღამებ რომ შენევასები რა და რასაც შენ წარმოვადგენ და რაზეც შენ შეიძლება ილაპარაკო რა არა აუცილებელი გინდა თუ არა თქვენ შემთხვევაში გინდა თუ არა იმაზე ილაპარაკო მუსიკაზე ან ჩვენ შემთხვევაში გინდა თუ არა ფეხბურთზე ილაპარაკო რა ევასება პროსტა ტიპი და ინტერესებს აბა რა ხანდახან უფრო აინტერესებთ მუსიკაზე იციან რომ რა შეიძლება თქვა რაღაცა შეიძლება უფრო აინტერესებდეს აბა ამაზე რა სიტყვი კულინარიაზე რა სიტყვი ახლა აბა თავიდან ჩაკაბული გევასება ერთ რაღაცაში უნდა გამოგიტყდეთ რა რაღაც ცოტა თერაპიული პონტი მაქვს რა რომ კაჩა ამ პოდკასტმა წაიღო ჩემი მუსიკალური კრეატიულობა სიმღერებს აღარ ვწერ ვეღარ არ ვიცი იმიტომ რომ არც ვიცი ვწერ თუ არა შემიძლია თუ არა იმიტომ რომ ანუ აი არ დამიწერია ძალიან დიდი ხანია. რაღაცას უბრალებ. არა, ის ხო არის writer's block თუ რაღაც ვარსებობს ეგეთი რაღაც. ხო, მაგრამ ისე რა ეგ ენერგია რა. ამაში მიდის ამას ამბობ. ვაკეთებდი მხოლოდ მუსიკას წერდი. ეგ იყო ჩემი ცხოვრება და ამას იმისგან მივხვდავთ რომ რაღაცა თვეში 4ჯერ 2 საათი ვიკრიბებით. მაგის იკითხო 1000 გეცოდინება ხო, ეგ ბიუროკრატია რაღაცა საორგანიზაციო საკითხები ჩატი არ ჩერდება მთელი დღე რა. და ნუ ეთყობა ეს თელი ენერგია მიაქ რა. ხო, საგურამო არ მოგიხდას. უნდა იმასკნა, უნდა ისწავლო გადმოწყობა ესე იგი რა. თბილისში მინდა დავიღალე. მოგაკლდა ისა დაძაბულობა ურბანული. დაძაბულობა მოგაკლდა. ურბანული. საერთოდ დაძაბულობა საცობი დიდი ღმის საცობი მაძუხებს. ო, აი კი. აქედან ხო წართული არის ეგ. თორე აქ რო ხარ მაგრა ასწორებს რა. მაგრამ აი რო დამირეკოს მეგობრებმა, მაგრამ უკვე აღარ მირეკავენ რა. რო აი გამოწამოჩაიდავლიოთ რაღაცა, ანუ ვის დაურეკო მე აღარ ვარ აქციაში რა. იმიტომ აქედან შანსი არ არის იქ თუ. იციან რომ არ გამოვა. რაღაც გადაუდებელი საქმე თუ არ მაქვს არ გამოვა. მეც მეჩი ვარ და გინდა? რა? სახს რო ყიდი ვთქვათ, იქნებ დაგვეხმარო საქაურობად შენი სახლის დრო. მაკლერები გაიჩნდეთ საგურამოში ძალიან მაგარ სახს ყიდი. ძალიან ლამაზ ორ სახლიანი
უკარგეს ადგილზე სახლი იყიდება საკურამში. ამას ყიდით კაცო? მართლა? იმიტომ რომ ხო თბილისში სტუდია გამზადებულია საწმეში რაღაცა დამენანა ხა, სანამ ეს ვერ გაგიგეს ამ სახლს გვიჭის გადასვლა. ძალიან კაი სახლი. ხო, მაგრამ ესეც კაია, რავი. კი, კაია, მაგრამ ნუ ხო იცი ხა. მე დამენანა. მიზეზები შექმნა არსებობს. კომფორტთან ერთად. ხო, არა, კი, ესმის. და რა მაინტერესებს, ცი? ქართულ მუსიკაში როგორ ხარ? არც ისე კარგად. სიმართლე რო ვთქვა. არც ისე კარგად. ანუ ჩაიარა თელმა ქართულმა როკმა და რაღაცა. რაღაც გვერდზე ჩამია. როგორ არის ალაგ-ალაგ რაღაცეები ესე ხდებოდა. მძიმე ჯვარი შეიძლება რაღაცა. კონცერტებზე ვარ ნამყოფი, აი GP-ში რო ტარდებოდა. კონცერტები. ბავშვობის დროინდელ და მე აღარ გაგრძელებია. ხო, არა. და აი მე Bedford Falls თუ მოусმენდი სადღაც. აი ძალიან იშვიათად რო რაღაცა შემხედრო და ჩემით არ მიძებნია ასე ვთქვათ რა. და ბავშვობის აი მაგასაკის მერე ცოტა მაგ იმასაც მოუწყდი სავით რაღაცა გვერდზე ჩამიარა, აი მე რომ თქვათ გამეგძელებინა სიტყვაზე ესე სიარულის ან კონცერტებზე და რაღაცა ცოტა სხვანაირი და გეტუსავა და მე იქ. ხო, და რახან ეგ გვერდზე ჩამიარა მაგან, მაგიტო ნაკლებად იმას ვქენი. რატო გიკითხები, იცი, იმიტომ რომ ჩვენ ისე ერთ-ერთი რუბრიკა გვაქვს, აი დამალულ hidden gems, რას აი რაღაც სიმღერები არის, რომელიც ვერ გავარდა, არ და მაგარი სიმღერაა რა და ვცდილობ რომ ამ გადაცემაში რაღაცნაირად ამოვატივტივოთ რა. ხო. არ ვიცი ამ გამოვა. აუ, ბევრი მაგ ერთი და იგივე ბენდის ოღონდ და არ ვიცი. ძალიან ისა. ვერ ამოვარჩიო ოღონდ სიმღერა მე თქვა, რა სიმღერა იმას მექნა. იმიტომ რომ ბენდი არის მეხის განდაკება. ვიცი, მეხის განდაკება კონცერტზე ვარ ნამყოფ. თელავში? კონცერტზე ხმა მაგალითად თქვა, ანუ ისეთი კონცერტი იყოს ბორნე რა, ფილარმონიაში და გამოდიოდა მეხის განდაკება. ძალიან გადაობა. მე შემოიცეცი? როგორ არ ვიცი მეხის განდაკება? შემოიცეცხში ერთი ვარიანტი მქონდა, მეორე მქონდა უგუნურთა აღქმა. მოიცა. მინდა უგუნურად აღვიქვა თავი. აიცა მეხის განდაკება. ძალიან კაი ბენდი არის და ძალიან კაი ისტორია არის, ანუ ჩემი ისტორია როგორია მაგ ბენდთან, რომ უგუნურთა აღქმა ჩართო? ხო. თქო ცოტა ისეთია, მძიმე. ვიცი მეხის განდაკება. ეს არ გიждდები, მაგრამ ნუ რა კაია, შენც ყველა ვიცი. შემოდი ცეცხლში. აი ხალხი ხართ რა. მეხის განდაკება, ძალიან ცოტა ადამიანები მეხის განდაკება ვინც იცის. თელაველებს გაუხარდებათ ალბათ, იმიტომ თელაური ბენდი არის. და ის არის ჩემი ძმაკაცის ნათესავი იყო კახეთში. და იმან ჩამოიტანა კასეტა იქ 95-ში ან რაღაც. იმას ქონდა კასეტა და აქედან მოусმინე. ეს არ მაქვს მოსმენელი. მე შემოდის ეს ხში ვიცოდი. შემოიცეს რომ ძალიან ისე Iron Man-ია გადამღერებული Black Sabbath. მელოდიაში ჩაწერილი თავს დავდი. ხო ხარისხი ცოტა ისაა ხოლმე. სუდი. ხო დიდი სიმღერაა. გოგო და შემოდის ცეცხლშიც დადე რა ლინკი რა ძალიან ხო. ზაგე. ხერისო. არა ხმა ძალიან მაგარი ქონდა. არა ოზიზე გიждდები, ხო? კი. და დიო არის ხო? ხო, ეხა ეს გილანია. თან ქართულიც არის რაღაცა. ცოტა თელაურიცა. არა. ნუ გიტარისტი ძალიან კაი იყო. ძალიან მაგარია რა. მე კიდე საკაიფოდ გრძელდება. ანუ მოусმინეთ ხალხო. ბოლომდე 6 წუთიანი სიმღერაა და ძალიან კაი არის და მე ისა შემოიცეცხში ძალიან კაია. ცოტა ის არის ვაიბები Black Sabbath-ის აქ იმას ძალიან Iron Man-ის, მაგრამ ქართული გიტარის პარტიები რო არის. და ძალიან კაია ეგეც და საერთოდ Star კიდე აქვს ეგეთ კაი სიმღერა. ბევრი კაი სიმღერა აქვს. იცი რომ შენ და Franz Ferdinand-ს საერთო ქავერი გაქვთ რაღაცა ტოქსიკის. Franz Ferdinand-ს აქვს ტოქსიკი გაკეთებული მართლა? ეგ დარწმუნებული ვარ მე პირველმა გავაკეთე, იმიტომ რომ
ორი რო გამოვიდა ეგრევე ვქენით ეგ რა. იმათმაც მალე ექნეს ფოტოშუეს. ეგ ძალიან კაი ქავერია. ერთი. კიდე იცი რომელია კაი ქავერი? Baby hit me baby one more time. Travis-ის. მართლა? მე უბრალოდ ისე ძაბავს თვითონ ის ტრეკი. მე მაგ ნანახი. აი, სა. ცოტა თავი შევიქო. ის Travis-ის ტრეკი Franz Ferdinand-ზე რადგან ლაპარაკობთ რა. გამოღალი. ერთი ინტერვიუ მოვისმინე, არწომ ტროიცკი, იცი? არის. არწომ ტროიცკის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი და Franz Ferdinand პირველად რო ჩავიდა მოსკოვში და ინტერვიუს არწმევენ, რომ აი რას ფიქრობთ Franz Ferdinand-ზეო და ბიჭო რა ვიცი, აი სუფცა ის იყო, გრეჩიხას ბაზა, Franz Ferdinand-ი რა ეხლა, რა ეგრე ბაზობს, რომ ბევრად მაგარი ბენდები ყავსო პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, აი მაგალითად Young Georgian Lolita-ი არის. მარტო ვო მუშაობს. Franz Ferdinand-ზე იყავი? არ ვიყავი თბილისში. რაზე? ეხ ხალი დრამერი ყავთ. ხო, კი. საკაიფო დუბლერს, კი. ოპენერზე იყო ფრანს. კი. და ძალიან მევასება მაგ ისტორიის მოყოლა, იმიტომ რომ ხა ясნია რომ ხალხის ძირითადად ნაწილმა მარტო Take Me Out იცოდა რა და დაანჩენ სიმღერე ღეროდი გიჟი. არა მე ალბომები ხო და ტექსტები ვიცი ყველასი რა და ნუ ღეროდი. ფერდინანდსაც კაი ვიდეოები ქონდა თავის დროს ის პოპ-არტის რაღაცა. პოპ-არტო. ხო ეგო Take Me Out იყო ისა. მე მგონია რომ პოპ-არტი პოპულარული რო გაიჩნდა 2013 წელს მაგარი დამსახურება იყო მაგ ალბომის და მაგ კლიპის მათ შორის ერთ-ერთ. და ამ კონცერტზე რომ ღეროდი ყველა სიმღერას გვერდზე მესმოდა სადაც იქინა რომ ვიღა ტიპი მღეროდა კიდე რა. ერთი ტიპი იყო ვიღაცა და ვეძებ არ ვიცი ვინ იყო ეს ტიპი. ჩემი რაღაცა ანუ სულიერი ძმა გაიჩიტა ვიღაცა მიცოდა კიდე ტექსტები იქი ჩორს რა სადღაცა მესმოდა იმის მე ხმა ვიცი თუ რამე ხო და შენ არ იყავი თბილისში და შენ არ ყოფილიყარ გამოგრიცხეს და დრამერის გოგო ძალიან კაია კარგად უბეროს მართლა და საკაიფო კონცერტი იყო ძალიან ახლა სხვახანს მიყავი და ძალიან გამოსწორდა არიან კიდე ცოცხლები კი просто ორიგინალური 4-დან 2-ია დარჩენილი თვითონ კაპრანოსი და ბასი დრამერი წასულია. აი და მან ყველაზე მნიშვნელოვანი გიტარისტი იყო. მაკარტი ხო, ნიკ მაკარტი ძალიან კაი ის იყო თან, კარგად წერდა, კარგი სიმღერები აქვს დაწერილი და. ხო, ნუ როგორც ბევრ ბენდს ემართება ხოლმე. შენ Sparks იცი ესეთ ბენდი? Sparks-თან აქვს Franz Ferdinand-ის collaboration don't ekolaze კაი. კოლაბორაცია ალბომი რო აქვს და სიმღერა არის კოლაბორაცია არ მუშაობს. ანუ ორმა ბენდმა ალბომი ჩაწერა ერთად რა და პირველი სიმღერა მიდის რომ collaborations don't work რაღაც როგორ არის ან მოცარტი მარტო წერდა ყველაფერს ის მარტო აკეთ ფრენკ ლოიდის მარტო მუშაობდა პირველი სიმღერა ალბომის ხო და FFS ქვია ალბომს Franz Ferdinand Sparks კაი ალბომი აქვს ცუდი ალბომი არაა სხვაშორის ხო პროსტა ორი ბენდი ერთად როგორ მუშაობს ეგოები თან სხვადასხვა იმის სტილის მაინც ეგოებს როგორ ავაგებენ ნეტამანთ ბენდის ეგო საშინელება რაღაცა ჭუბი რამდენად ხშირად არის ხოლმე იმაზე. ამ ბოლო დროს აღარ. ადრე მე ვიყავი დესპოტი. იცი რა დონემდე რომ ანუ ვინმეს რომ ეშლებოდა რეპეტიციაზე, ვაჩერებდი. და თავიდან, აი შეშლებოდა თავიდან და აი ზღრნიში. ხო, და მაგიტომაც, ანუ რა სისულელია, მაგრამ ნუ ერთი პერიოდი მაგ დროისთვის ყველაზე მაგრა უკრავდით, ყველაზე აი გაწვრთნილი ბენდი ვიყავ. შეშინებულები. აი მე მესამეაშოშლანელი იყო მაშინ ხო. ეხლა აი ბულკი. უფრო ჩილ ხარ? აუ, ასლაპარაკო. ასაკის მატება მაინც. არა, მარტო ეგ არ არის ასაკის ფხიზლეც ახლა. ხო რა, ნუ ახლა საუტანელი იყო არა ფხიზლად, მაშინ გამოშეულა. შენ ხო რა. ამ სპირიქტარ არის ხოლმე, პირიქით უნდა იყოს ეს. არა არის პირიქით როგორ არის. არა, უფრო ჩილ უნდა მომსპარი გაქვს პირიქით. არა, ეგ ხარ თავიდან ხო? თავიდან ჯიგარი ხარ, მე ეგრო პროფესიაში გადადის, მე უკვე ო, არა, ეგრე ხო ბაზარია. და იყო დაკარდა ჩვენ აი ხანი 5-6 წელი არც ნორმალურად არ ლაპარაკობდით. მაგის ნიადაგზე. აა მე ბოლო წერილი მივწერე ციხეში. დაეწერა საყვარლო ხელით წერილი. დიდი წერილი იყო? დიდი წერილი იყო, ცრემლები ქონდა ზედ. და ძალიან დიდი წერილი, ამასთან წერა არ უყვარს და მოვიდა ძალიან დიდი წერილი, რამოდენიმე გვერდიანი იყო თუ ორ გვერდიანის დიდი თაბახი და ხელით ნაწერი საყვარლად წარმოიდგინე. რო წავიკითხე ხა იქ ისედაც მე ამჩეტებული ვიყავი და ბიჭო ისე დამინც რა ემოციურად, რო აი ბრაზები რაც ქონა ვაფშე და გაქრა. და მეც დავწერე ცრემლები დავაფრქვი და გავუგზავნე და მე ამას უტირია. ვა. მე იმას ქენ წერილები რო გაქვთ იმედი ეს ნახული. მე მექნება სავარაუდოდ. სადღაც უნდა იყოს, აი გადაბარგებაში რა ხდება. მე დიდი პარკი მაქვს სადაც სავსე. სამ პირადი რაღაცეები თუ არ არის, მე გამოდეთ სადმე.
ისე საყვარლობა უნდა მოვქეკო. ან წიგნი დაწერეთ და იჭადეთ. ნანას მიტრაგებს იმ პარკზე. ის პარკი რო გდია იქ იმტვერება და გადავაგდო და ამ დროს რეებია შიგნით ხდება. ეგ უნდა გავშიფრო. აი შემდეგ გადასვლაზე უკან შატვრაშულზე რო გადავალ, გავქეკალ მოვძე. არქივი მეც უნდა მოვძებნო. ეგ წერილებს საინტერესოა, ასოები ზოგი ცრემლისგან ისინი. ამას ისა. დათაც უდად დაწელი. კალიგრაფია შენ გადაკეთებული. კალიგრაფია კაი ამხელა. გადაშლილი რაღაცა. ეს ჩამატებული ესეთი იმები. ყველაფერი არის. ეთყობა ის კარდიოგრამა მის წერის. სად აუკან კალდა ხელი და სად იტირა. სად ინერვიულა, სად განიცადა. ისე მედაშინ კაკულეს გადაცემაში ხარ უნდა მივიდეთ. ერთად ისე ეგრე მითხრა ხო იცი მე რომ ნიკასთან ერთად თუ არ ვინავნე მე შენი საალბა რომ არა მე იმენა განვიხილ. ბიჭო ეგ მაგარი ჩასაშლელი არის ისე აი მაგის ნიადაგზე წამოსული მე ჩვენი ცალკე მძღნელები რომლებიც ვეღარ შეერგნენ თუ შეერწყდნენ და კონფლიქტი მოხდა და ის მაგარი თემაა ძალიან ისე მე ნახევარზე მეტი ბიჭო იცი რა არის ეხლა ძალიან ხშირად პატარა ადამიანები მიყვებიან ხოლმე თავის მეგობრებთან დრამებს ხო თქვათ ეხლა რაც გადიან და შომ მე მაგას აღარ დაველაპარაკე არასდროს მე ეხლა რომ ვიხსენებ ხოლმე რეები გვაქვს გავლილი ან მედაშინ ან ბევრ მეგობართან ესე ნუ აი ხა ხო ხტები როგორი დროებითი მომენტია და სადაც გრძელი ეგოების ან იმის ან მოუზომლობის რაღაცა და მე რაღაც დროში ლაგდება მაინც რა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი რაღაც დროში ისევ ჩაულებრად ოღონდ აღარ გვაქვს შეჯიბრი ხა რაღაც ეტაპის მერე და სხვანაირად ვიღებთ უკვე ერთმანეთს რა იმ ჩვენი ყავაშკებიან იმენ ამ პატარა ადამიანთან მინდა ხოლმე ეგ რომ აი ეგ განწყობა რომ აი შო და დავკარგე და ის არ იყოს რა დაკარგე ხა დროებით იმ პერიოდში ჭუჭუ დაატოლეთ და მე სადღაც ეს დაპატარავდება ეს ჭუჭუები რა ასაკთან ერთად ნუ მაგრამ ისაც ხო მე მგონი თვითონ მიხვდება ყველა საბოლოო ხო არ მიხვდებიან მაგრამ ეხა განიცდიან ხო რაღაც ხო მაგას კაია ნუ განიცდიან ვერიზამ ხო იცი ამდენ საუნდა უთხრა აზრი არა აქვს რა მაინც ყოველთვის ეგრე იყო რომ ვიღაც რო გეუბნება დიდი რომ შენ არ იცი ესე იქნება და რომ ფიქრობ რა იცი ამას მართლა ეგრე მე რო აღმოჩნდება თუ მე მართლა იყოფილა არა ხო და მაგის ზედმეტად ისეთი ჩაშლილად მოყოლა და აი რაღაც ის მენტორულად ეგ სისულელე მაგრამ ის რომ ზედმეტად ნუ განიცდიან ეგეთ რაღაცებს ესეთი რჩევა რა ხო მაგრამ გესმის მაგ დროს მაგასაც დარწმუნებული ვარ პატარა რომ ყავი ძალიან ბევრი ჭკვიანური რჩევა მოუწია ვიღაცას მაგრამ ანუ ვაფშე არ მესმის რას მე გააჩნია ვინ გეუბნება რა დამოკიდებულებით გეუბნება მენტორული ტონი თუ ახლა ჭკუის სწავლებელის ეგ არა მაგრამ ის მაინც გელექება რაღაცეები ხო იცი სადღაცას რა მეცაც მახსოვს აი ძალიან ხა კონკრეტულ შეფერილ ვერ გავიხსენო მაგრამ იყო შემთხვევები რომ რაღაცეები რაც უთქვამთ მამაჩემს მაგალითად და მე მართალი აღმოჩენილა მაგრამ მე იმ მომენტში არ გამithვალისწინებია საერთოდ აი დაახლოებით მიდგომით რომ აი დებილი ხო ვარ რა მეც ვიცი დიდი ვარ უკვე 18 წლის რეალურად სანამ შენ კისერზე არ გამოცდი კი მაგდროს შეიძლება გამოცდი თქვენთანაც იყო ეგ პონტი აი მამაჩემი ვიღაცას რომ მეუნებოდა რომ ეგ არ არის კაი ადამიანი ხო და იმ დროს რომ ვიღაცებს რა იყო და მუშაობდა არა არ მუშაობდა მაგრამ ყოველთვის მართალი იყო რომ საბოლოო ჯამში ამ ძალიან ცოტაზე უთქვამს რა და საბოლოო ჯამში ის ტიპი რაღაც ნაირი აღმოჩნდა გამოვაჩინა რაღაცა ხო მამაჩემს არ უთქვამს ეგ არ მახსენდება იმიტომ რომ ის ძალიან ისა რა ქვია ყველას მიმართ ძალიან დადებითად მოწყობილი ადამიანი ესე გამორჩეულად არ მახსოვს მაგრამ ვატყობდი ხოლმე თქვა ეხი სახში მომსვლელი მეგობრებიდან აი ვინ უფრო მეტად უარ ნაკლები ხა მაგას ხვდებოდი მაგრამ ესე არ ვთქვამს ჩემს რომ ის ო ნუ მაგრამ ხვდებოდი ხოლმე ხო ვინ ევასებოდა და ვინ ნაკლებოდ ხო ნუ ხო ხვდებოდი და მართალი იყო მეტნაკლებად კი ეგ ხო მაინც სანამ მაგათ თავისი დაკვირვება აქვს ხო რაღაცებზე ყოველდღიურობა შეიძლება ვერ უყურებენ, მაგრამ იქ ეზოდან გაიგებს რაღაცა ტერმინს, რაც შეიძლება არ გაუსწორდეს, მაგრამ იქ რაღაც კონტექსტი სხვა იყოს და ამიტომ შეცდეს. ანუ ის რაღაცებში შეცდებიან, რაღაცებში დუხს ხვდებიან ადამიანებს, ხო დიდი ადამიანები ძალიან კარგად კითხულობენ. ანუ ჩემი არ იყო ის ძალიან კაი მკითხველი იყო ზოგადად რა, ინტელექტიც ქონა და ადამიანებს არჩევნა. ხო, ანუ ხა ეგ თაობა ვისაც აი რაღაც დიდ კორპორაციებში მოუწიათ მუშაობა და ბევრ ადამიანებთან ეგ ის აქვს სკანირების განვითარებული თან ეს ის იყო პროფკავშირების თავმჯდომარე იყო რაღაც დიდი ქარხნის მიონის და ეხლა თელი ვინც მუშაობდა ყველასთან ურთიერთობა უწევდა ხან იმაზე ხან ამაზე და იცნობ უამრავ ადამიანს ანუ ის არ არის რომ ვიღაცეების სამსახური არის ესეთი რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაიცნობს 300 კაცს და ამათ უწევთ ყოველდღიურობაში 10000-ობით ადამიანი ესე. Так что მე უკვე გიმუშავდება ეგ დაკვირვებაც ისიც ესეც.
ძალიან მინდა რომ ვაფშე სხვა თემაზე ვილაპარაკო. ეხ თავში დამარტყა რა და შენ ხარ ის ადამიანი ვინც იცის ესე. რო არ ვამბობთ გამოიწერე არხიო, არ იწერე. ანუ დავიჯერო რომ მართლა ეგრეა თუ ემთხვევა. ამბობთ აღარ ვამბობთ მაგას და აი იმინა გამოწერები გაჩერდა. არ ვიცი, მართლა რო გითხრა, იმიტომ თქვენ ამბობთ ხოლმე? რაღა უნდა თქვა მე. მაგრამ მე არა, ყალა ამბობს ხოლმე ძირითადად სხვები. მე მავიწყდება მეც იშვიათად თუ მიწევს ხოლმე მაგის ხსენება. მაგრამ ხანდახან მე ძირითადად სხვებთან ამბობ ხოლმე. იმიტომ რომ სტუმრად რო ვარ რაღაცა იქ მე სულ ვიღაცა არა ვიღაცა იტყვის ხოლმე რომ იცი რა არ დაგავიწყდეს ის თქვი ვიღაცა იტყვის კამერის იქინა რა და მე ვახსენებ ხოლმე რა გამოიწე ტალღი დაალა საბოლოო ჯამში რაღაც დონეზე მნიშვნელოვანი არის იმ პონჩი რომ ვიღაცა ტიპი მართლა გიყურებს და არც უფიქრია არც მოსulis მე ვარ ეგეთი მაყურებელი მაგალითად რომ არ ვალაიქებ რა მაგრამ რაღაც მევასება და მავიწყდება რომ დავალაიქო რა და იმ ლაიქს მნიშვნელობა ხო და მნიშვნელობა აქვს ზუსტად იმიტომ რომ ის ლაიქით სადღაც ამოვარდება ვიღაცას ამოუგდებს მე ალგორითმიდან გამომდინარე და კი და მაგიტოს გამოწერაც და ლაიქებს ყველაფერი მნიშვნელოვანია და მაგიტო სულ უნდა ახსენო რომ ტიპი შეიძლება გიყურებს მაგრამ ევასები მაგრამ აი ავიწყდება რა გამოწერილი რაღაც მივიღოთ ჩვენი პრობლემაა კიდე რომ არ ხდება ესე და ჩვენ გვახსენდება თან გადაცემის ბოლოს ბოლოში უნდა არა ბოლოში თქვი ხო რა მიდის ორი სიტყვაა ბოლოში არის ყველაზე კაი იდეაში გოგა შენ თქვი ან ვინმე თქვით რა ვიცი არა ბოლოში როგორია გოგას ხმა არა ხმა არა შენ თქვი ვიზუალი თან შენ თქვი არ მინდა ამის ხმაც რო იყოს ერთი თქმე მე პირს გავაღებ მიდი გამოიწერე ძმუკი გაიცა გამოიწერე ძმუკი მიდი 1 2 3 გამოიწერე ძმუკი და დაალაიქეთ ვიდეო კიდე ეგეც უნდა დაალაიქეთ ვიდეო გასწორებ და ხო всё გამოწერილი ყაწისო შენი მაყურებლების გვიწერენ ეგრე გამოდის всё 250,000 გამოწერიკო მადლობა უი ისე რა გაუძლებს მაგას ხო მაგრამ არის თქვენთან ის დომხალი და რაღაც არა გავფილტრეთ ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ფილტრავდით ჩვენ როგორ ქონდა ეს რაზე იყო აგრესია ხან რაზე 1000 რაღაცაზე ყოფილა რა რაც ვერც ვიხსენებ იმდიანზე ტუტუცობებს ბევრ რაღაცაზე იყო ძალიან ბევრზე მაგრამ როგორი რაღაცებიც არა აგრესია რას გულისხმობ იცი აი ლაივში რო ვზივართ მაგალითად რახან ლაივში ვართ მე და კალა ვიღაცა ტიპი რო რაღაცას თან მით უმეტეს 500-1000 კაცი როცა იყო უფრო მარტივი იყო კონტროლი იმისი ჩატის ლაივ ჩატის ეხა 200-2000 რაღაცა კაცია ხოლმე და სტუმარი თუ ყავს რაღაცა მას შანსი არა ჩაწვე არ ვკითხულობთ რა ეხო ვიღაც აყალეებული შემოდის და პროსტა უცბად და არ არაფერს ხო მაგრამ მოდერებიც ყავს ძალიან ბევრი და ვიფილტრებ ანუ ბლოკავენ ეგ ტიპებს მარტივად მაგრამ თავიდან იყო ის თემა რომ სანამ ან მოდერი გვეყოლებოდა რაღაცა ვიღაც ტიპი რომ რამე სისულელს ან რამე ყლეობას ან რამე ცუც ან მით უმეტეს შევაწყოფო თუ იყო თუ დაწერდა არ ვატარებდი და ვაჯვამდით რა პირდაპირ ლაივში ტიპს უწყებდით და ესე ლაივში ბაზარს და მე დავამუღამეთ რომ ალბათ იმ ტიპისთვისაც არა პირიქით ალბათ დამთგუნველია მაგარი რა რომ რაღაც აღონ არა მე შევაწყობაზე არ გეუბნები არა შევაწყობაზე ევასება რომ ჩართულია და მასზე ლაპარაკო გააჩნია რა სიტუაციაში ნახე გადაცემის მერე როცა დაწერილი კომენტარი იმაში ეგრეა თუ ცუდი რაღაც დაწერა ტიპმა იმ პონჩი რა იმენა შენი გაგაბრაზოს ან ყურადღება მიიქციოს ეგ ვაფშე ნახე კლასმა დაიკიდო მაგრამ აი გადაცემაში ლაივში ხუზივად ლაპარაკობ ვიღაც მაგას დაწერა იმ ტიპს მერე რომ პასუხობ ან რო დააჯვამ იმიტომ რომ რაღაც ცუდი რაღაც დაწერა იმის რეაქციას წარმოიდგინე რა ტიპი ზის ტელევიზორთან ტელეფონში და უცებ ამას ორი ტიპი ამას უშუალოდ აჯვამენ რა არ არის სასიამოვნო რა ეხლა მთლად არ გესიამოვნება ვიღაც ორი ტიპი რომ კეთე გეუბნება რომ შეიძლება ვხარ იდიოტი ან რაღაც ეგეთი რა და გვარიც უნდა ახსენო ხო არა ვამბობ ხო აი ამას რა წერია ხა რაც ქვია რა მისამართი არ ვიცით თორე ეგ რა წერია სახელი იმას ვამბობდით ხოლმე და გაიფილტრა ძალიან ეგრე ის ამაყურებელი რა რამდენი ხართ ჯგუფში რა კომანდა ხართ? ანუ მე კალას ძმა ლუკა ცოტნე გუნდიშა ძირთად ეგ აი ხუთი ხარ. ხო, სხვა მიმართულებით ვართ, ანუ მე და კალა ვაკეთებთ მოშაბათობას, რაც იდეაში საფეხბურთო პოდკასტია, მაგრამ ხო, ყველაფერზე. ხო, მართლა ყველაფერზე გულაპარაკია. იქით ბიჭები ვინც არიან, კალაც, კნო, ანუ ლუკა ცოტნე და გუნდიშა, ეგ 4-ხეული უფრო არის ოქტოპუსის ვიდეოების თემაში, ანუ უფრო კომედიურ მხარეზე რა, რაც არის ოქტოპუსის ვიდეოები, არის ძირთად. ანუ ერთი ჯგუფი ხარ. სასაცილო. ხო, რა, ძმაკაცები რა, ძმაკაცები. და მონტაჟი. ბავშვების ძმაკაცები არიან ისინი და ნუ მე და კალა თანამშრომლები წლების განმავლობაში იქ დავძმაკაცდით და მე ხა ესენ ჩემი ძმაკაცები არიან. მონტაჟზე ერთი ადამიანია. მონტაჟზე სხვა ყავს, მონტაჟზე შევარდაძე ყავს ნიკა. ანუ ნიკაც ვიდეოში გუნდის წევრი. ანუ გვენჯი ბევრი რეალურად არის საძმაკაცო რა. მენეჯერი ყავთ ვინმე ვინც გილაგებთ იგზარებს. აა ჩვენ თვითონ ვართ. აი სპონსორებს თქვენთან ელაპარაკებთ. ხო. ანუ საძმაკაცოა რა. არ არის კლასიკური ის არ ვართ, რა ქვია, პროდაქშენი არ ვართ კლასიკური ასე ვთქვათ რა. გავხდით. თორე რეალურად
მაკაცებმა დავიწყეთ რაღაცის კეთება. ეხლა მე მაქვს კიდე დამატებითი კითხვები, რომლებსაც აქ არ კითხავ და ისე რომ მოვჩებით. გუგა ჩააქრე შუქი.